რომელი მხარე გაქვს უკეთესი საიძინებებ დაჯდომას? ხო, სამუშაო მხარე რომელი გაქვს? როგორც ახალგაზრდა რო გითხრა, ესე პირველი რამე არის ჩაწერა ვინმე რომ წერს რამეში. ვინმე რომ წერს? ხოდა ესეთი და სხვა მრავალი. მოვა დრო? მადლობ. მოვა დრო და ამ ვიდეოს მრავალი ათასი ადამიანი ნახავს, მე გაძლევ მაგის გარანტიას. შეიძლება პირველივე დღე და პირველივე დადებაზე ვერ, მაგრამ მოვა მაგისი დრო. კარგი, ავირჩიოთ კუთხეები. კამერა რეგზეა გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ იწერს, უბრალოდ მე არ მოყვარს ესე ოფიციალური დაწყებები, ხო მივხვდი. დიახ. და ამიტომ არაოფიციალური იმას ნიშნავს რეგზე, რომ ნელ-ნელა შევდივართ კადრში, თან ვსაუბრობთ, თან ასე შემდეგ და მოდი გავხსნათ და ნელ-ნელა ჩამოუჯდეთ. კარგი, ესეც ჩავრთოთ, ჩართული არის. ამოვიღეთ ან შენი ის რა ქვია, სახსნელია, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ზოგ უვის პოლიციელს რო გკითხო დანაშაულად ითვლება მაგის თარება. აი, გავხსნათ მაშინ. ისაში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით ისეთო მეგობრებო, ვისაც ღვინის კომპანიებთან ან ღვინოსთან შეხება გაქვთ, მინდა მოგმართოთ, როგორც ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო პოდკასტებში თითქმის თითო ბოთლი ღვინო დევს და მივირთმევთ ძვირფას სტუმართან ერთად და შეგიძლიათ აქ თქვენი ღვინო იდოს და მე ჩემი მხრივ შემიძლია ესეთ რაღაცას გავაკეთებთ ხოლმე? აქ შეიძლება თქვენი ღვინო იყოს, მაგრამ არა. აქ შეიძლება თქვენი ღვინო იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე არ არის, სხვა ღვინო არ და იმის სახელდაგვარს არ ვიტყვით. ხო, იმის სახელდაგვარს არ ვიტყვით. ესე ნელ-ნელა ჩვენს დავიწყეთ და ეს ოფიციალური გამარჯობა, ჩემო მაყურებელო, ჩემო მეგობარო და ასე შემდეგ. დღეს მე გახარებული ვარ. იქედან გამომდინარე, რომ ისეთი სტუმარი მყავს, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთ თემებზე ისაუბრებს, რომელიც მე და არა მხოლოდ მე მაინტერესებს, რომელიც თქვენს გაინტერესებთ და ეს საუბრები არ იქნება რაღაცა მონოტონური და პირიქით დარწმუნებული ვარ საინტერესო საუბარი გვექნება ბატონ ვახოსთან ერთად. ბატონ ვახო არის პირველ რიგში ჩემი მეგობარი, კარგი ადამიანი, იცნობდეთ, გიყვარდეთ და ასე შემდეგ. გაყევით და სადაც მიდის და თუ სად მიდის, აი მაგ ყველაფერზე მოგვიყვება გზადაგზა. კი ბატონო. კეთილი იყო შენი ფეხი. კეთილი იყო შენი ფეხი ტბაში. ფერმაზე და თან ტბაში. ტბის თავდა, ტბაზე კი არ, ტბაზე ვართ ახლა ჩვენ ზემოდან, ტბაში არ ვართ. სხვათა შორის YouTube-ზე გურული პოდკასტები არ არის. მე დავიწყე ასე რომ ვთქვა და მით უმეტეს ტბიდან პოდკასტები საერთოდ არ არის და ეგეც ერთგვარი რაღაცა სასიამოვნოა. ამიტომ რაც მეტ კარგს გავაკეთებთ, მით უფრო კარგი იქნება. რა თქმა უნდა. ვახო. ამ წუთას დასაწყისში ვთქვათ, რა პროფესიის ხარ? უნდა ისი მოყევი რაზე ჩააბარე და მე საიდან აღმოჩნდი იქ სადაც ახლა ხარ? კეთილი, ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არც იქიდან არც აქედან საიდან დავიწყებ. გეტყვით ერთს რომ ვარ სერტიფიცირებული ალპაინი გამყოლი. თავიდან ჩემი პროფესია ეს ალპაინი გამყოლამდე სანამდე მივიდოდი, იყო ძალიან საინტერესო და არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება. სტუდენტობის პერიოდი როცა მომიწია, მაშინ ჩავაბარე უნივერსიტეტში, იყო ეგეთი უნივერსიტეტი და ეხაც არის საქართველოს ავიაციო უნივერსიტეტი. სწავლობთ დაპროექტება წარმოებაზე და რაღაცა 3 წლის სწავლების შემდეგ მივხვდი რომ ჩვენთან საქართველოში დიდი მომავალი არ ქონდა ამ დარგს, იმიტომ ავიაციას? დიახ. ერთხელ ვიყავი ქარხანაში, ორჯერ ვიყავი ქარხანაში და საინტერესო არაფერი არ ხდებოდა. აკეთებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც ავიაციასთან არანაირ კავშირში არ იყო და მანამდეც დავდიოდი მართალია გურიაში დიდი მთები და რაღაცები არ გვაქვს, პატარა მთები არის, სულ რაღაც. ეგ საინტერესო ეს მაგის კითხვა მინდოდა დაბლობი და როგორ აღმოჩნდი კაცი მთაში. იქეთ თუ გავიხედავთ, ჩანს ეხა სამების წვერი, რომელიც არის ზღვის დონიდან 400 მეტრი სულ რაღაც. ეხლა ვიმყოფებით ზღვის დონიდან სადღაც 35-40 მეტრზე არც კი. და ესე ვარ გაზრდილი, მაგრამ მთელი ყველაფრის ჩემი ინსპირაციის წყარო, მთის წყარო საიდანაც იყო, რო გავიხედებით დასაჩრდილოეთი, თან იქეთ არის დასავლეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და იქ არის ჩრდილოეთი და ჩანს მთელი კავკასიონი რა. დაწყებული ბედნიერება გვაქვს ჩვენ. აი ამას წინათ რომელიღაც პროგრამაში ვიყურებდი იმას და შევნიშნე რომ ჩანს შხარა, რაც ჩემთვის დიდად გასახარი აღმოჩნდა. თან შენ ისეთ ადგილას ცხოვრობ, დავსახლიდან შეგიძლია უყურო მაყურებელი კოლხეთის დაბლობის გავლით პირდაპირ კავკასიონს უცხებ. თოვლიანი მთები რაც ჩანდა, სულ მქონდა ინტერესი ის რა იყო, როგორი იყო, რა ხდებოდა იქ და ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ
წავსულიყავი მთაში, ესე მთაში წასვლა დიდად რთული არის, ანუ თუ კი გამოცდილება არ გვაქვს ამ ყველაფრისა და ცოდა. მთაში თუ ნამდვილ მთაში. ანუ ჩვენითაც უბანში გავუყევი გზას თუ არა, დიდთას გულისხმობ, აი დიდთამდე როგორ ავედი და როგორ მოხვდი, მაგას დიდი ის ცოტა ეხაურია დაუბრუნდა, მაგრამ თოკი გამოვკაჩოთ და დავალაგოთ მე. კი, მივყვეთ ყვალს საიდანაც წავედით. ხო და საიდანაც წავედი და იყო რომ ჩავაბარე უნივერსიტეტში, უნივერსიტეტში სწავლა არ მომეწონა და შემდეგ წავედი ნახე ეგეთი რაღაცა სადაგადასვენო ტურიზმის სკოლა. ეგ ყველაფერი ხორციელდება, აი კორონას პერიოდი რო იყო 20-20 წელი, პირველად სტუდენტი გავხდი მაგ 20-20 წელს. და დავიწყე 2 წელი ვისწავლე სადაგადასვენო ტურიზმის სკოლაში, ალპაინის მიმართულებით. და იქ შემასწავლეს, ანუ მეც მქონდა მანამდე რაღაც გამოცდები რაღაცები არის ჩაბარება როგორ ხდება. მაგრამ ისე წავუხსნათ მოგულებას, ვინც იქნება მსურველი შემდეგ რომ შენი გზას გაყვეს მაგკუთხით. კი ბატონო, გამოცდები, ანუ სადაგადასვენო სკოლაში როცა მოხვდებით, აუცილებელია რომ თქვენ მიერ გქონდეს უკვე გავლილი რაღაც მარშრუტები, დაახლოებით 4 წელს. რაღაც სირთულის კატეგორიები უნდა გქონდეთ გავლილი, უნდა ცოცავდეთ რაღაც სირთულეს და ესე ანუ რაღაც საბაზისო ცოდნა გჭირდება. ერთი, მეორე ფიზიკურად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თუ იმ კატეგორიებს გაიული და გავლა შეგიძლია და შეძლებ. უკვე ფიზიკურად კარგად მომზადებული ხარ, ანუ ეს არ არის რაღაც ანუ ორი წინაპირობა გვაქვს იმის. თავსვლელობის სკოლა არ არის, ანუ გიდების სკოლა უფრო არის, ვიდრე თავსვლელობის სკოლა რა. ანუ ასე რომ ვთქვათ, აქ ხსდიან ტურიზმის სკოლაში გიდად და არა თავსვლელად. თავსვლელთა სკოლა კიდე სხვა არის. ანუ კომუნიკაციას უფრო მეტ სწავლობ, ვიდრე სიარულს ფიზიკურად, ხო? გასაგებია, სწორად. და ანუ იხვეწები როგორც იქ იხვეწები ხალხთან ურთიერთობაში და არა თავსვლელობაში თუ მთაში როგორ რა აკეთო. გასაგებია. და სწავლობ სხვადასხვა საჭირო ასე რომ ვთქვათ საუბრის მანერას, გადაადგილების მანერას, ხალხთან ერთად, სამაშველო სიტუაციებს, პირველად დახმარებას და ბევრ საინტერესო რამს, რაც იმას რაც გჭირდება მთაში. მთაში და ხალხთან. გასაგებია. მე რა ხდება? იღებ სერტიფიკატს? იღებ ერთ სერტიფიკატს, განათავსებ შენს page-ს, სადმე რომელიმე პლატფორმაზე და გიკავშირდებიან და დაკავს ხალხი რა, თუ სადაკავს ხალხი, ეს გამომდინარეობს იქედან თუ ანუ ეს ვინმესთან არ თანხდება ეს მარშრუტები და ნებისმიერ შეუძლია მათ გაიაროს, მე ხალხს მოუყაროს თავი და ატაროს იქეთ-აქეთ. კი, ანუ ნებისმიერ სურვილს თანხდება, ესე არის რაღაც მარშრუტები, რაც პოპულარულია და ხალხი ითხოვს, რომ იქ უნდა წასვლა თუ ესე მეტეომდე და ასე შემდეგ თუ ხო თუნდაც მეტეომდე. გასაგები. ანუ ნებისმიერ ვისაც აქვს გარკვეული გამოცდილება, ვისაც აქვს ფიზიკური შესაძლებლობები, შეუძლია გაიაროს ეს კურსები და მე იყოს შეუძლებლად გამყოლ. კი. გასაგებია. მე რა ხდება? მე რა ხდება, მე იწყება საინტერესო ცხოვრება. ანუ ახლა რა მაინტერესებს? ეგ შენახლყოფები, ანუ ეგაა ერთგვარი რაღაცა შემოსავლის წყაროც, ხო? კი. ბუნებრივი. კი. თან პირადი სიამოვნებისთვის რა ხდება, ეგეც გითხარი, მაგრამ პირადი სიამოვნებისთვის ის ხდება, რომ აი თავიდან რომ მთაში სიახლოვესაც დავიწყე, ის რო იყო მთასთან რომ მეტი სიახლოვე მქონოდა და მთაში რომ მეულო, ეგ იყო და ეხა ეს ხალხს როცა დავატარებ, ანუ ტურისტები როცა დამყავს, ეს არის რომ ისევ მთაში ვარ, ისევ ხალხთან ერთად ვარ, ანუ რა გამოდის, რომ მე მივდივარ სადღაც ჩემი სიამოვნებისთვის და ხალხი როცა მიყვავს, ის ხალხი მიხდის მე ფულს. ეგ არის ჩემი სიამოვნებაში იღებ თან გასაგები. კი, ანუ ჩემი ჰობი ვაქცია პროფესიას, ასე რომ ვთქვა. ხო და გადასარევი რაღაცა ბევრი მას შეგრე ვერ ხდება. კი, მაგრამ დროთა განმავლობაში მე უკვე მოსაწყენი შეიძლება გახდეს რა. ანუ ერთი და იგივე მას, ანუ რაღაცა რუტინად რო იქცევა მაგას ამ. ხო, მაგრამ მაგის გარდა პირადი ინტერესის გასვლებიც ხო არის? კი, უბრალოდ მაგას სჭირდება დრო, ექსპედიციებს სჭირდება რესურსები, რესურსებს სჭირდება სწორი დაგეგმარება, რაც ბუნებასთან ხშირად კავშირში არ არის. წელს მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ წავედი სვანეთში, ჩავედი მაგალითად, ველოდე ამით რომ რაღაცა ერთი კვირა, რომ ამით ჯერ მხოლოდ ამით გამოსულიყო, რომ მთაზე წავსულიყავ. ეს მთა იყო უშბა და ერთ-ერთი მარშრუტი არის ეგეთი სამხრეთ უშბაზე გაბრიელის მარშრუტი და იქ გვინდოდა წავსვლა. და აი ვიარეთ ის მარშრუტის ძირამდე რაღაც დილის 2 საათზე ავდექით, გავედით მესტიიდან ქორულის ტბებამდე აგვიყვანა მანქანიდან მე ფეხით ვიარეთ რაღაცა 3 საათი და მივედით მარშრუტის ძირში და მარშრუტის ძირში რომ მივედით, იყო ძლიერი ქვათაცვენა და იმ ქვათაცვენის გამო ჩაგვეშალა მთელი ექსპედიცია და წამოვედით უკან. ანუ ეგეთებიც ხდება რა. ხო. ანუ ერთგვარად გაგიმართლოს უნდა რომ რაღაცა ეს დაგეთო. კი, ანუ ბევრ ამის უნდა გაგიმართლოს რა, ის არ არის რომ რაღაც აი სადმე
აი ერთფეროვანი გარემო რო არის ყველგან იქ მივიდე და აი მაგალითად აი მოვედი ტბაზე ვითევზავით. ანუ აქაც ხო არის გარში ნახე ამინდი, ქარი რაღაცა, მაგრამ და გარში ვერ ვითევზავით ასე შემდეგ. მაგრამ პოდკასტისთვის კარგი აზრია. ეხლა ამაში თიც რომ ჩავყავ, ჩემო მაყურებელო, არ იფიქროთ რამე არაესთეტიურს ვაკეთებ, უბრალოდ ჩვენთან გურიაში ესეა, რამე რომ ჩავყავ, პუჭუჭკურა ეჩაყვავ, ესე ეძახიან და ბიჭი გიყოლებაო, ბიჭო, ერთიაო თუ ორიო და ამიტომ პუჭუჭკურა ეჩამყვა ახლა მე და ნახოთ, ვერა მომყავს, ის ერთი ბიჭის თავი უჩენს. ჩემთანაც არის ეგ, მაგრამ თავში ცდილობს ამოსვლას იმდო გარბის. გასაგები. კიდევ მეტი რა გითხრათ, აბა ვახო. გისმენთ. დროთა განმავლობაში ფიზიკური ვარჯიშები გიწერს თუ უბრალოდ სიარულიც, ანუ გააყოლაც უკვე ფიზიკურ აქტივობასთან იგულისხმებ. იმიტომ რომ მე მახსოვს ერთი გენიალური შენი ესეთი გზა თბილისიდან ლანჩხუთამდე ველოსიპედით. ხო, ოღონდ ეგ პირიქით იყო. ლანჩხუთიდან წახვედი თბილისში? არა. ჯერ იყო რომ ეგეთი რამ ისკენით, მეგობარი მოვიდა ჩვენთან და მითხრა რომ წავიდეთო ველოსიპედითო ერთი საზღვრიდან მეორე საზღვრამდე. ეგ საზღვარი ავირჩიეთ და ორჯერ გავიარე ეგეთი რამ, რომ საზღვრიდან საზღვრამდე მისულიყავ. პირველი იყო რომ თბილისიდან ჩავედით წითელი ხიდზე. წითელი ხიდიდან მე წამოვედით და აი მთელი ავტობუსის დემის გავლით, ჩავედით სარფში. თან მე მახსოვს თქვენ ჩვეულებრივი კომფორტული რაღაცა ველოსიპედები არ გყავდათ სპეციალური რაღაცა წვრილი საბურავები? ხო, ანუ კომფორტული ველოსიპედია ითვლება რა, ანუ ეგ ველორბოლისთვის ალბათ თორე ხა მე რომ მაქვს დიდი სკამი რომელსაც აქვს და ამორტიზაცია და რაღაცა და როცა დიდ დროს ატარებ ველოსიპედზე უკვე იმ კომფორტს ივიწყებ და გადადიხარ სხვა კომფორტზე. და ეგ პირადი სიამოვნებისთვის იყო თუ რაღაცაში გეხმარებოდათ რომ უფრო მეტი ამძილეობის ამბავს? ორივე, ანუ რაღაცა რთულს გააკეთებ, შემდეგ უკვე ხვდები რომ მეტი და მეტი შეგიძლია, ანუ იმ ერთს რო გადალახავ, ერთ საფეხურზე რო ახვალ, ცხოვრებაც ეგეთია, რომ ერთ საფეხურზე რო ახვალ, მეორე საფეხურზე ასვლა გიმარტივდება. თუ იმ საფეხურზე გაჩერდი და უკან მოტრიალდი, ეგ იმას ნიშნავს, რომ წინ წასვლა არ არის შენი საქმე და არ უნდა განაგრძო წინ სვლა რა, ანუ რაღაც ეგ გავსი რა, თუ გინდა რომ სულ წინ ისრაფო, რაღაც დაკოლებებს არ უნდა შეუშინდე და სულ უნდა იყო მზად მაგ ყველაფრისთვის. რაც შეეხება ვარჯიშს, ანუ ეგ იყო ერთგვარი სანამ მაგ ყველაფერს გავაკეთე, საკმაოდ დიდი დატვირთვა იყო. ჯამში გავიარეთ აი იქ თბილისიდან წითელი ხიდიდან ჩასვლა და წითელი ხიდიდან სარფამდე ჯამში სადღაც 600 კილომეტრი 40 საათში. მართლა? კი. 40 საათში? კი, დაახლოებით ეგ იყო, მაგრამ სანამ დროის ამბავში? პედალის ტრიალი დრო ქონდა წითელი ხიდიდან სარფამდე 21 საათი. პედალის ტრიალის დრო და იქ შესვენება და რაღაცა გზაში, ანუ ეგ ცალკე დიდი ისტორია არის. ხო. ანუ გზაში რაღაცა აი გურიაში რო შემოვედი და რაღაცა გაგვიწვიმდა და წვიმაში ვეღარ გავაკეთე, თან ხამე იყო და წვიმა და ისეთ ადგილებში გვიწევდა გადაადგილება თუ იცი გრიგოლეთს და იქ დრო ქუჩის განათება არ არის და ანუ რთული იყო მოძრაობა გადაადგილება და გადავწყვიტე რომ გავჩერებულიყავით და სუსარ ჩემი სოფელი გურიაში და დავრჩით იქ და ერთი ღამე გავათიეთ და შემდეგ წავედით ისევ გავაგზავნეთ დილით, ადრე დილით გზა, იმიტომ რომ ცოტა წვიმამ გადაიყო. მართალია ცოტას მაინც წვიმდა, მაგრამ ღამე აღარ იყო და უფრო მარტივი იყო, ხილვადობა მეტი იყო და ანუ პრობლემა ერთი ის იყო, რომ ცენტრალურ გზას ვიყენებდი გადასადგილებლად და ბევრი მანქანა დადიოდა, ეგ არის ჩვენთან ტროტუარები არ არის და პირდაპირ გზაზე გიწევს სიარული. ეგ იყო რთული. თორე მაგ რაც მანძილი დავფარეთ რა, მაგისთვისაც წინა პირობები ქონდა რაღაც თვენახევარი თუ ცოტა მეტი დროც თბილისში ვიყავი მაგ პერიოდში და აქტიურად დავდიოდი დღეში საშუალოდ 70-დან 100 კილომეტრამდე დავდიოდი მანძილს, რომ იმისთვის რომ ერთად დაჭდე ველოსიპედზე ესე გაიარო 300-400 კილომეტრი არ არის მარტივი რა. შეჭირდება წინასწარ. ხო, ეტაპობრივ წეგან რო ვახსენე რომ აკიბეებზე ავდიოდი, ჩათოლე მაგას ვაკეთებდი, ანუ ბევრ საფეხურს ავდიოდი და მე უფრო ბევრისთვის ვემზადებოდი რა. ეგ მქონდა დატვირთვისთვის. კი, ანუ ნახეთ კიდე აი ვარჯიშს რაც შეეხება, ანუ ვარჯიში აი ჩემ ხელებს რო შეხედავთ, არის სულ რაღაცნაირი რა, ანუ არ არის რბილი და არ არის ნაზი, არის უხეში. ხალხის ხელია რბილი. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შრომამ შექმნა ადამიანი და შრომა აკეთებს შობილებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვაი მაფეს შრომას ხანდახან. ხო და დარწმუნებული ხარ რომ აკეთებს შობილებს? ბიჭო, გააჩნია ვისთვის შრომობ. აი ეგა, სხვისთვის შრომა უფრო აუბედურებს ვიდრე აკეთებს შობილებს და ხო, იმიტომ რომ ნახოთ რომ შენი საქმე ერთგვარი სიამოვნებაც არა, რომელიც თანხაზია. კი, ნახეთ როგორ მომენტი აი აკეთებს შობილებს რამდენად ჩემი მოსაზრება არის ეგ, მაგრამ ნახე, საკუთარ თავისთვის რო რაღაცას წინ მიდიხარ, ის გიხარია, მაგრამ რო ვფიქრობ მე რა ბოროტი ფიქრები რო შემოვდის, რომ აი
ამას ვაკეთებ და მე რა სასარგებელი, ეგ შენ უნდა დაალაგო შენ ცხოვრებაში რა სასარგებელი მოგდის მაქედან რა. შეიძლება მართლაც არაფერი სასარგებელი არ მოგდეს, სუსტი დახარჯული დრო იყოს ის ყველაფერი, მაგრამ შენ უნდა განვითარდე ყველა შენ ნაბიჯი და შენ ყველა დაღლილ ხელზე რა. შრომაში და ვარჯიში ბევრი დრო მინდის, ანუ თუ გინდა რომ რაღაცა წინ წახვიდე და ისქნა დაძლიო ის სირთულეები, ბევრი უნდა იშრომო და ბევრი უნდა ივარჯიშო რა, რისთვისაც სხეულს ბევრი დასვენება, ანუ ენერგია აღდგენა ჭირდება რა. ასე რომ ვთქვათ, თუ მე მუშაობ, ან 24 საათი ხო არ დღეში თუ მუშაობ რაღაცა 5-6 საათი, მე შემდეგ ვარჯიშისთვის და პლუს დასვენებისთვის დრო აღარ მრჩება. ამიტომ მიწევს რომ რაღაც დღეები საერთოდ არ ვიმუშაო და მხოლოდ ვივარჯიშო და აი ეგრე რა. დაახლოებით როცა ქალაქში ვარ და იმაშვები დარბაზში ვარჯიშობ. დარბაზში ჩემი ვარჯიში განისაზღვრება. ხო, ან ფორმა შევინარჩუნო, ან ფორმა ავწიო ზემოთ. დარბაზში ჩემი ვარჯიში ჯიმში სიარული არ მიყვარს, იმიტომ რაღაც რუტინა არის ჩემთვის, რომ რაღაც გირები და წონები ავწიო, ძირითადად დავდივარ. ზე არ მუშაობ ახლა შენი ბიცეპსი გექნება თუ ტრიცეპსი როგორ ეგ ხო ეგ ინტერესია. ძირითადად მუშაობ ცოცვის ფორმის შენარჩუნება და ცოცვის ფორმის გასწრაზე, ანუ საწოს დარბაზში დავდივარ ძირითადად და იქ ვარჯიშობ დაახლოებით დღის განმავლობაში 5-6 საათი, შეიძლება მეტი დროც იყოს, ან ბოლო პერიოდში ეგრე ისვქენი, როცა ქალაქში ვარ, ან რომც არაფერს ბევრი საქმე რომ მქონდეს და რაღაცა, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 საათი მივიდე და აი 2 საათი გამოყო იმისთვის, რომ ის ფორმა შევინარჩუნო და 2 საათი ვივარჯიშო რა. ან ეგრე ეგეთი რუტინაში დაუწესე საკუთარ თავს, რომ არაფრის კეთებას და საწოლში ტყუილად დასვენება კი კარგია, მაგრამ ფორმაში ყოფნა აუცილებელია. დასვენება არ გამოგადგება თან ისეთ პირობებში დადიხარ იქ დასვენებული სხეული პირიქით მოჭიმული და რაღაც ისეთი. კი, ანუ თაში გადაადგილება, ან ტურისტულად თაში გადაადგილება შეიძლება მარტივი იყოს. მოდი მანდვე კითხავ, ბოდიში გაგაწყვეტინე. აქვე ვიტყვი რომ წეღან დასაწყისში რომ ვთქვი რომ სასიამოვნოა თქო, წინა სტომატანაც ეგ თქვი, მიყვარს ის ხალხი, რომელიც ამ ერთგვარ წრებრუნიდან გამოდის და საკუთარი კომფორტი ზონიდან გიწევს შენს გამოსვლა იმისთვის, რომ რაღაც შედაიღო წეღანაზე. მე გაუნჯობესებას დემაზროს, რავი, ეს უდიდეს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ მდგომარეობამდეა დასული, მე უკვე ფიქრები შემო გიღის, არ გიღის და ასე შემდეგ. მაგრამ კითხვა ახლა რა მაქვს? თქვათ მაქვს სურვილი, რომ გამოყო. ხო. აი რა ინვენტარია მის, აი ჯამთელი ვარ, ჯანზე ვარ, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ჯამთელი ვარ. და რა ინვენტარი მჭირდება იმისთვის, თუნდაც საშუალო სირთულის მარშრუტზე რომ გამოყო. გააჩნია სად წავალთ, თუ წავალთ მაგალითად კლდოვან მარტივ მარშრუტზე, დაგვჭირდება გააჩნია რომელი პერიოდი არის რა, თუ თოვლია. აი ოპტიმალური ალბათ იქნება. ხო, ანუ მივიყვე მაგას ვაშენებ, ანუ წარმოსახვით უნარი კარგი გვაქვს ორივეს და ცოცხლე. წარმოსახვაში წარმოვისახოთ რა, მარტივი თევი რო წარმოგისახოთ, აი როცა ზაფხულის პერიოდი არის და ბევრი სითბო არის და გამომშრალი არის, თოვლი აღარ არის მთაზე, არ გვჭირდება ესეთი აღჭურვილობა, რაც თოვლისთვის არის საჭირო. მაგალითად, თამდე მისასვლელად თუ თოვლი გვაქვს სასიარულო და შეიძლება იყოს ის ჩაყინული, დაგვჭირდება ამ შემთხვევაში წრიაპიც. და თუ გამშრალია და ზაფხულის პერიოდია, წრიაპი უკვე აღარ მიგვაქვს. გვჭირდება ისეთი კომფორტული ბატინკი, როგორც არის, მაგალითად, ეს არ არის კომფორტული, ეს არის კომფორტული ბატინკი ტრეკინგს როცა ვეძახით რა, რაღაც სადღაც მივდივართ მისასვლელამდე, მაგრამ როცა მთაში გადავადგილდები და გვიწევს უკვე ცოცვა, ცოტა უფრო სქელძირიანი, ანუ მაგარი ბატინი უნდა იყოს, რომ ცოცვაში შევძლოთ. გვჭირდება ასევე დაცვის კამარი, ჩაფხუტი, რამოდენიმე კარაბინი და დანარჩენი უკვე გიდს აქვს, დანარჩენი აღჭურვილობა რა. ანუ ეგ უკვე შენი პრეროგატივა, შენ უნდა გქონდეს. კი. იცი რამდენი ადამიანი მოყვება და იმის შესაბამისად შენ გიწევს ამისი. კი. ანუ ეს ევროპული სტანდარტია თუ ზოგადად საქართველოს ყველაფრისთვის უნდა იყოს გიდიც? ნუ ევროპულიც არის და ყველაფრისთვის არის გიდი რა. ასაგები. მე რა ხდება? ადამიანის ახლა ძალიან იმას ცუდ იმას დავსვამ, მაგრამ ფიზიკურ, ანუ ადამიანმა მისი თავი უნდა ზიდოს, იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ რაღაცა ასვლა იქნება თუ ჩამოსვლა იქნება თუ რაღაცა შეეძლოს. კი, ნახე ადამიანს როცა უჩდება რაღაცის სურვილო სადღაც წავიდეს, იმისთვის თუ მზად არ არის და ქონია მე პირადად არ მქონია, მაგრამ მე ყინვარი არის ეგეთი მთა, რომელიც არის დიდ მეორე მთა მწვერვალი ან ჩვენთან საქართველოში 5054 მეტრი არის და ტურისტმა არ იცოდა სად მივიდა, უბრალოდ ქონდა სურათი ნანახი და რამდენი მანძილი უნდა გაიარო, ის გონებაში არ ქონდა წარმოდგენილი რა, როცა სამება არის მთა, ანუ სამე ეკლესია
გერგეთის სამება რო იცით ალბათ ყველამ. აზბეკში. გადმოვიდა პარკინგი არის იქ, გადმოვიდნენ მანქანიდან, აისხეს ეს შერჩეული ბარგი რაც ჰქონდათ, წონა ყველაფერი მოიკიდეს და რო შეხედა რომ აი თას რო დაინახა რომ გერგეთიდან ჩანს მყინვარწვერი, დაინახა იქ მივიდივართო რო უთხრა აღარ მინდაო. ხო, ბუნებრივი. აღარ მინდა იმ ყველაფრის გავლაო, რაც უნდა გაიარა რა. ანუ ეგონა იქვე უცებ ხო, ან კიდე არის ისეთი მქონია მე პირადად პრაქტიკაში ისეთი მომენტები, როცა აი მთაზე ასვლა არ არის მიზანი რა. ანუ ვიღაცებს აქვს ეგ მიზანი, მთაზე ავიდა რა, იარა და მთაზე ავიდა და იქ არის რა, უყურებს სივრცე, ნახა ყველაფერი და გონია რომ იქ მთავრდება ყველაფერი, მაგრამ იქ ყველაფერი არ მთავრდება. მე ხდება ის რომ ის იგივე გზა უკან უნდა გამოვიაროთ. კიდე ერთი მომენტი აი მყინვართან და მყინვარს ჩაგიკითხები. რომელი უფრო რთული ასვლა თუ ჩამოსვლა? ორივე. ორივე თანაბრად ჩამოსვლა გააჩნია პირობებს რა. ჩამოსვლა იმ მხრივ არის უფრო ხო და აი მაგ მივდივარ რა. მყინვარწვერზე ვიტრიალებ, რომ ესეთი სურათი არის რა, ღამით გავდივართ, ანუ ღამით გავიწყებთ გადაადგილებას, ღამის 3 საათს გამთენიას გავდივართ, ასე რომ ვთქვათ რა. თავზე გვათენდება და მივდივართ და აი არა აქვს წარმოდგენა, როცა ზემოთ ავდივართ და უკან ბრუნდებით, აქ მე ვიყავი, ანუ იმდენად იღლება ადამიანი, რომ ვერ აღიქონს, რომ ის ღამით იარა რა. ის მანძილი რო გაიარა რა და ის ადგილები რო გაიარა, ანუ იმდენად იღლება ადამიანი, ვერ აღიქვამს იმას თუ რა იარა და რა მანძილი გაიარა რა. და ჩამოსვლა უფრო რთული იმ მხრივ არის, რომ თუ ადამიანი ფორმაში არ არის, მთელ რესურსს დებს ასვლაში, როგორც ევოთ აღნიშნე და უკან ჩამოსვლაზე არ ფიქრობს, არ უფიქრია იმას, მიზანად აქვს დასახული, რომ აი ავიდეს და უკან ჩამოსვლაზე არ ფიქრობს. ანუ ეგეც რაღაცა გარკვეული მას ანუ გადანაწილებას ითხოვს ენერგიის, რომ ადამიანმა კი, ანუ მაგიტო არიან ადამიანები გიდებათ და ჩვენ იმიტომ ვართ გიდები, რომ შევატყოთ ადამიანს რამდენად შეუძლია ის ასვლაც და უკან წამოსვლაც. ხო, სხვისთვის პრობლემა არ გახდეს მერე გზაზე. ხო, ანუ სხვის პრობლემა არ ჩვენი პრობლემა არის ყველაფერი, რომ როცა ადამიანს არ აქვს, ანუ ნახეთ, წაიყვანი ადამიანს სადღაც, მაგალითად აი მანქანას ხო ვატარებ რა და სადღაც X ადგილას მიდიხარ და იცი რომ იქ უნდა მიხვიდე და საწვავი რომელიც გისხიეს მანქანაში რა, იცი რომ იქ მიგიყვანს, მაგრამ უკან წამოგიყვანს თუ არა არ იცი და რო იცი რომ გზაში ვერ ჩაასხავ, შეიძლება არ გარისკო რა. და თუ აუცილებელი საქმეა, შეიძლება გარისკო და რაღაც ისქნა, რაც ხვის იმედად წახვიდე. და მთა არ არის ეგეთი ადგილი, რომ რაღაც რისკები სწორად უნდა შეაფასო რა ის რისკები რა. თუ სიცოცხლესთან ხო, სიცოცხლის საკითხია და არა რაღაცა გართობის და ხო, ანუ გართო გონიათ კიდევაც რომ ხო, ანუ გართობა არის რა, მაგრამ ის გართობა არა, რაც ჩვენ გონია სიტყვა გართობის ხსენების დროს. ხო, როგორი გართობა? ხო, ლამაზი განათებები ხო, მაღალი მუსიკა და რაღაცეები არა. ან ბევრისთვის ეგ ჩემთვის მაგალითად არ არის გართობა, ეგ არა. ეგ რაღაცნაირი ის არის რა. ხმაური სივრცე არის ჩემთვის უფრო რა. გართობა, აი სადვერთობი ხომ ისეთია. მყინვარზე. დაღლაში და სიცივეში და იმაში, ხო. შეიძლება ეგ იყოს, მაგრამ რავი. ეგ ისე ინტროვერტობის ამბავი ხომ არა? გაქცევა? არა. მაგრამ მეორე მხრივ ხა გიდათ ინტროვერტი კაცი არ წავიდოდა და ვერ წახო, ხო, იმიტომ ნახე ინტროვერტი რო იყო, მარტო შენ ხარ, ხო? იქ მარტო კი არა ხარ, პირიქით ან რომ მაგალითად ნახე შეიძლება წაიყვანო 3 ადამიანი, 2, 5 ან თაზი არ რაღაცა რა, აი უბრალოდ მარტივ გადაადგილება შეიძლება 10 ადამიანიც იყოს შენ ცირკულიდან, შეიძლება დიდი ჯგუფი იყოს, შენ იყავი მთავარი და შენს უკვე დაქვემდებარება იყოს რამოდენიმე გიდი, რომელიც ანუ იმ 10 კაცზე თუ იმ პატარა კომუნიკაცია ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ ეგეთ ადამიანად ინტროვერტი ხო, ბუნებრივია ვერ იქნება. დაუბრუნდეთ ინვენტარს, ხო, ანუ ჭირდება ისეთი ტანსაცმელი, რომელიც იქნება კომფორტული, ან მარტივად ჯინსით ვერ წავალთ, იმიტომ რომ მარტივად სველდება და რო სველდება მე არ შრება, არის ცივი, ისეთი ტანსაცმელი უნდა გვეცოს, რომელიც იქნება ჩვენთვის კომფორტული, მაცვია რაღაცებიც არა, ანუ ამ ტანსაცმელით ესე ავდგები მთაში წავალ ხა როგორც მაცვია, მაგრამ აი კიდე რაც შეეხება, აი ნახეთ მაგალითად ესე ფენა გვაცვია რა, ბევრი ფენა მაცვია საკმაოდ. რო ვიყო თბილად რა, ისეთ თბილად ვარ, ეხა კონელის ცოტა კონელის რაღაც ორი რაღაც აცვია საერთოდ. ფაღარღალა რაღაცაცვია, მე ძალიან თბილად მაცვია, ისეთი თბილა რომ აი რა ვერც აგიხსნა, ანუ გვეცვას უნდა ისეთ კომფორტული ტანსაცმელი როგორიც არის ეხა ესე კომფორტულად თუ არც, ანუ მოძრაობაში არ უნდა გზღუდავდეს, უნდა შრებოდეს მარტივად თუ სველდება, მაგრამ არ უნდა დასველდეს.
ეგ ცოტა ისეთია თუ უნდა სველდებოდეს, არა, უნდა სველდებოდეს და უნდა იყოს თბილი რა. ანუ ამის ყიდვა აუცილებელია, შეუძლია იქ ირაოს ადამიანი. კი, ყველაფრის როგორც თხილამური შეუძლია იქ ირაოს. თხილაური და თხილაურის პატინგი თუ შეგვიძლია. ეს თბილისში თუ ადგილზე სადაც მედისი გაჩერდა. რეგიონებშიც, ანუ ისეთ რეგიონებში, მაგალითად როგორც არის ყაზბეგი, მესტია, ტურისტული ადგილები, სადაც არის ისეთი პოპულარული მთები და ისინი არის კიდე X მაღაზიები, სადაც შეგვიძლია რომ მიხვიდეთ და იქ ირაო. რავი, გააქვს ინვენტარი, გიდი გიწესებს ძირითადად იმას რა გჭირდება იქ. მე მაგალითად ეხა პატარა სიასავით მაქვს, რაღაც არის სადღაც 20-25 ნივთი ალბათ, ის ძირითადი ის მაგალითად ეხა რო ჩამოგითვალოთ, აი ძირითადად ადამიანს რო შევხედავ, რო უყურებთ რა გჭირდება არის ეს მზის სათვალე, მზის კრემი, ტუჩსაცხი, ანუ სურვილის ამებს ზოგს ზოგადად ბლესკი. ხო, ანუ რო არ სიცივეზე რო არ დაასრულა რო არის საკნას, თბილი გუდი, ბაფი, ქარგაუნტარი ან წყალგაუნტარი ზედა, შიგნით თბილი ქურთუკი, ანუ როცა უკვე სიცივეში მივდივართ, თბილი ქურთუკი, შემდეგ რო ჩავყვეთ ესე ქვემოთ, ჭირდება ხელთათმანი, დაცვის კამარი, წყალგაუნტარი შარვალი ან ქარგაუნტარი შარვალი ან თბილი შარვალი, ბატინგი და სქელი თბილი წინდა იმ ბატინგისთვის შესაბამისი რომ ბევრს რო დავდივართ, ცვეთა არ მოხდეს იმ შეხებაში და აი რო იცის რომ ბებერას გამოსვლა ქუსლის და ის ქუსლი და მე სანტავი კიდე რაღაცა. ხო, დილეტანტური კითხვა. არაყი კონიაკი და მსგავსი რაღაცეები? არა, ანუ არა, მე შეწონილი ფხიზლად ბოლომდე ავედეთ და ჩავა. კი, ქვემოთ ბარში. ჩამოსვლის მერე აღნიშნავთ, იმიტომ რომ სახუმარო და ეს რაღაცა არა. როც კარგად იცით ბახუსი რაც უდი რაღაცა არის, ეს არ არის რაღაცა 1 საათიანი მთაზე ასვლა 1 საათი არ გრძელდება ეს პროცესი, გრძელდება შეიძლება 1 დღე გაგრძელდეს, ან 5 დღე, ან გააჩნია მანძილს რა მანძილი აქვს დასაფარი და თუ კი ქალაქში ადამიანები თუდად ხდებიან და სასწრაფოს იდახებენ პასუხის შედეგად და თაში რო ალკოჰოლის ინტოქსიკაცია მიიღოს ადამიანმა ძალიან დიდი ტვირთი არის ყველასთვის რა ირგვლივ ქონია ეგეთი პრაქტიკაში რამოდენიმე შემთხვევა რომ აი მაგალითად იყო გადმოსაყვანი რაც ვერტფრენი და ასე არა სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოს ცხოვრობთ აჰა ანუ ვერტფრენის პრობლემა არის კი კიდევ ის პრობლემა გვაქვს ისეთი რაც თვალსაჩინო წარმოაჩენს რომ რაღაცაში გვიჭერს ოღონდ ხა ამას კი ამიტომ გეგმები ვიღაცები ვლანძღოთ აი პრობლემა არის და თუ სამაშველო სამაშველოში ანუ არიან ისეთი ადამიანები და მუშაობენ რომლებიც თავის სიცოცხლეს წირავენ ასე რომ ვთქვათ რა სულიერ მსვლელობით რა იმიტომ შიშველი ხელებით იმოძვიან იმიტომ კი ნამდვილად იმიტომ ბიჭები და გოგოები ხო რამე ხო იმათ არაცვიათ შესაბამისად არა აქვთ საჭირო ინვენტარი და ში შემთხვევაში არ აქვთ კარგი ცოდნა, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს ცოდნა, ანუ რაღაც ჩარჩოებში იყოს ცოდნა, მაგრამ იმის იქეთ რომ რაღაცა კიდე მოხდეს, ჯერ ეს ერთი კიდე არ აქვს, რა ქვია, თუ არ მეშლება რა. გაწევა იმისი რა, პირველ დახმარების გაწევის უფლება აღარ აქვს ადამიანს. მაშველსაც და აი ხო, მაშველს აღარ აქვს. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადავედით. თუ სწორად ეგ მთაში თუ ზოგადად? ზოგადად. იმიტომ რომ სხვადასხვა მაგაზე გამახსენდა ახლა ესე იგი ადამიანი რომ ხა ცუდ მაგაც ავარიას დრო შეესრო არ გაკუფლება რომ ჩარევის გაუწიო ხო და ხდება სანამ არ მოვა მედიკოსები და მედიკოსები არც მანქანაში ჩაჯენის და წაყვანის და იმის გაქანების უფლება ხო იგივე სიტუაცია არის მთაშიც რა ნახეთ აი თუ კი შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ ადამიანს შეიძლება ის მე არ ვიცი ბიუროკრატიად მეჩვენება ყველაფერი რომ თუ კი შემიძლია ადამიანს უშუალო და არ უშველი ეგ ჩემისა მე პირადად რამდენად მქონია ეგ შემთხვევა უკან არ დამიხევია და ორს დახმარები ვარ ადამიანს მქონია ეგეთი მძიმე შემთხვევები 1-2 არ გავიხსენებ არ მინდა იყოს რომ აი მთაში არ იყო ქალაქში იყო ავარიის შემთხვევა იყო 2 და ისეთი იყო რა ძალიან ძიმე იყო იდგა ხალხი და ვერავის ვერ აკეთებდა ანაკეთებდა და ცუდად აკეთებდა რო დავინახე ყველაფერი ავდექი და ჩავერია მაინც პირველად იმისოდნა ჩვეულებრივ რიგით ადამიანებისთვის შენიაზე სამდენად საჭირო კი არა აუცილებელიც არის იმიტომ რომ ხო ელემენტარული და მეტის უნდა იცოდეს რა ნახეთ რო თითი გაიჭრა სასწრაფოში რატომ უნდა არისო ან რაღაცა ცოტა მუცელი ხო ან მუცელი აქტივდა ან თავი აქტივდა სასწრაფოში რატომ უნდა მოწდეს ის ადამიანი იმიტომ რომ შეიძლება სხვას უფრო უჭირს რა
ჩვენთან ახლა მართვის მოწმობაში მაგას ვისაც ასწავლიან ზედაპირულად როგორც ხდება ხოლმე თვითონ მართვის მოწმობასაც ნიშანსაც და ყველაფერსაც და მაგასაც ასწავლიან ზედაპირულად იმისთვის რომ გამოცდა ჩააბაროს არა იმისთვის რომ რეალურად ადამიანს დაეხმაროს მით უმეტეს სამსაურო შემთხვევების მხრივ ჩვენ რეგიონში რავი ერთ-ერთ მოწინავე ვართ ხო კი ნახე ის უბრალოდ ფურცელზე დაწერილი არ და დაზაპირებული პრაქტიკად არა თან ყველაფერი ესე ფურცელზე დაწერილი როა მე სხვათა შორის ეგ თქვენ სიტუაციაში უფრო იგრძნობა აი იქ სიკვდილის სიცოცხლესთან მარტო დარჩენილი ხალხი ვინც ხართ რა არის რეალობაში და რა არის ფურცელზე და ეხა ცუდი მაგრამ ფერმაზე ჩამოვდივარ მიდივარ მე ხვდი ეხა ჩემთან ეგეთი ის არა რეალობაში შეხება არ მაქვს კი რეალობაში ჩათვალე ის არის რომ სადაც ტრანსპორტი აღარ მიდის უკვე იქ განწირული ხარ ან თუ რაღაცა ის სხვათა შორის ეგ გურის ბევრ სოფელში ვერ მიდის უკვე ეს რამდენიმე წლის წინ შემთხვევა იყო ჩემ მეგობარს უდად გახდა სასტრაფოში დავრეკეს და გითხრეს რომ 3 საათი ვერ მოვა ხო ხო და 3 საათი სასტრაფო რო ვერ მოვა ხო გადაუდგა ყაზბეგში იყავე და გინ სოფელ აკეთში რა მნიშვნელობა ვერ მოვა გადაუდებელი სიტუაცია როცა არის უკვე შარი არის ავიღეთ ინვენტარი მომეცი დავალება ვიქირავე მე რა ვშევით მე რა ვშევით ვარჩევთ მარშრუტს სად მივდივართ ან უკვე შერჩეული ვახ მარშრუტი იმიტომ რომ ინვენტარი ვიქირავეთ მოდი ამ დროით ავიღოთ ეხლა არის დეკემბრის ეხლა წავალთ სადმე 7 თუ 8 არის ეხლა წავალთ მთაზე ასვლა ეხლა გაგვიჭირდება იმიტომ რომ უკვე ძალიან ცივა მეტეომდე ვერავალთ მეტეომდე ასვლას მეტეო რატო იცი მეც ფოტოებიდან ანუ გაფეტიშებული ის ვიცი რა მეტეომდე ასვლას შევძლებთ უბრალოდ დაგვიჭირდება კიდე სხვა უფრო თბილი ტასაცმელი იმიტომ რომ ტემპერატურა უკვე საგნულად დაიწია არის სადღაც ხშირად ვუყურებ მე ამის პროგნოზებს იმიტომ რომ მე ტურისტების ეხა ეს პერიოდი აღარ მაქვს ანუ ჩემს სერტიფიცირებაში უკვე ეს პერიოდი აღარ შედის ალპური გამოყოლი მოიცავს ზაფხულის სეზონს და ზაფხულის სეზონიდან გამოვედი და უკვე სამთარი თვითვილძილში მიდიხარ ახლა შენ ან პირადი სიამოვნებისთვის ადგენ ხო ანუ ტურისტები დათვითვილში გადავიყვანე და პირადი ზამთრის ასვლებისთვის ანუ მთისთვისაც და ზამთრის ასვლებისთვის რაღაცებს ვცდილობ ბოლო ცდილობა მქონდა მართალია ზამთარი არა მაგრამ ზამთრის პირობები იყო ნოემბრის ბოლო რიცხვებში იყო ჭაუხის რეგიონი არის და იქეთ ვიყავი შესული რაღაც მარშრუტი ანუ და ვცდილობდი რომ იქ ავსულიყავ მაგრამ კაცრი პირობების გამო ისკენთ რა უკან მე მახსოვს შენ ყაზახეთში იყავი წასული თუ არ ვთქვი კი ყირგიზეთში ვიყავი მოკლედ აი ორი გურული ადამიანი რო შეხვდება ერთმანეთს ერთი რო დავიწყოთ ლაპარაკს აი ესეთი რაღაცები ხდება იმედია გურულები უფრო მეტი გვიხურებს მე ვაპატიეთ იმერლებო კახელებო ქართლებო რაჯოლებო და ასე შემდეგ მაგრამ მე მგონია რომ ყველაფერს გასაგებად ისაუბროთ იმიტომ რომ გურულების ამბავი როგორ აიცი ანუ მე ეგრე მიყვარს და რა ვქნა გულის კარდიოგრამას რო აკეთებ ხო იცი ესე უნდა იყოს ეს სწორად არა ცოტა ეხა იმდენი თემა დავიწყე და იმდენი თემაზე ესე შემოვხედა ისე შემოვხედა ძალიან ისეთი არის რა მე ძაფები დავალაგოთ ხო გამოწია ეხა მე ყავარ მობმული შენ ქვემოთ ეგ მახსოვს სხვათა შორის ძალიან დიდი 8 წლის წინ ალბათ კურსელებს წავედით კაცხისვეძე სემინარიით და ჩემო მეგობარ მამა მაქსიმესთან რომ მივედით ახვალთო იმაზე კაცხზეო ჩვენ ასკვია რა ნოემბერი იყო მახსოვს და სადღაც ღამის 11 იყო და ღამის 11 რატო იყო გეტყვი კინას ხელი რომ მოვკიდე ისე იყო გაყინული და ყველაზე გენიალური შენო ცოტა ჯანმრთელი ბიჭი ხარო და ჩემი კურსელი მომაბეს ანუ ბაწრით მილში ტრუბაში რაღაცა მეორე კაცი მობმული მყავს და პირველად მივდივარ ქვემოდან ზემოთ ხო სადღაც შუაში უკვე ხელებს ვეღარ უგზნობდი მაგრამ სხვათა შორის ხუმრობა ეგეთ იყოს და პასუხისმგებლობა იმისა რომ ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით მობმული ყავს და შენმა რაღაცა შეიძლება ეხა აქ იმასაც ხაპარს არ უნდა შეიძლება შეგეშინდეს კიდევ შეიძლება ის არა უკვე ის აღარ გაძლევს იმის საშუალებას რომ ზნობებს აყვემებდი ანუ ჩემი პირადი გამოცდილებით ესე მარტივად ესე იყო რა ისე კარგად ავედით მომელოცე ჩავედი იმის მერე რამდენჯერმე ვიყავი მაგრამ ხო ხომ ის ფაქტი რომ სხვა ადამიანები სხვაზე ზუმო როცა გიწევს უკვე ადრენალინის ადრენალინი უფრო მეტად მატულობს იმიტომ რომ მარტო შენ თავზე მოდი ჩემო ნაშვილებო მეგობარ ადრენალინი იმდენად მატულობს რომ შენს ნახე საკუთარ მარტო რო ხარ უფრო სხვა რაღაცაზე ფიქრობ იმიტომ რომ შეიძლება საკუთარ თავის სიცოცხლე და შენი სიცოცხლე სხვანაირად მიგაჩნდეს მაგრამ მაგ მეორე ადამიანი და მესამე ადამიანი როცა გემატება უკვე სხვაგვარად იწყებ ფიქრს და სხვაგვარად ასებ სიტუაციას რა
აი საიდან გავაგრძელებ ხა მე რა მკითხე ბოლოს რა გითხე და ინვერტარი და საწამი არა ნახე თუ გინდა მოდი აქ არა მე ყავარ მობმული შენ და ეხლა უნდა წამოყვანო ამ დროისთვის საწავიდეთ მეტეო ვიცი ომეო და მეტეოზე მეტეო ვიცი იმიტომ რომ ჯგუფებში გაწევრიანებული ვარ და ყველაზე პოპულარული არის რაღაცა კი ამ ეტაპისთვის ეხლა როგორც გითხარი რომ ამის თვალსაჩინო სიტუაციას 1-2 დღე თოვს კიდე ან გუშინ ითოვა და 2500 ზემოთ თოვლი მოვიდა 2500-დან 2500 მეტრს ზემოთ თოვლის საფარი მოვიდა სადღაც არის 5 ან უფრო ქვემოთ 5-10 და მაქსიმალური საფარი არის სადღაც 15 სანტიმეტრამდე 15 სანტიმეტრი თოვლი როცა ეს ფეხით და კვალო და იარო ზოგან ადგილას გადაქარულიც იქნება არ იქნება მარტივი და უფრო წეღარას თქვი აღჭურვილობას დავუმატებდი თოვლის ფეხსაცმელი არის ეგეც სპეციალური აი წეღარასაც ჩვენ ვამბობდით ჩვენ გურული თოვლობის დროს რომ დითოლობის დროს რომ სისტემაში ვიყავით გეცვა და ის გამოიყენე რა არის აი მაგითი გვიწევს უკვე ეს მაგი ეგ დავჭირდება პლუს აღჭურვილობაში დამატება რა თუ ღამისთევა გვინდა და კიდე ან წინაზე არ აღნიშნეთ ღამისთევა თუ გვიწევს დაგჭირდება კარავი საძილე ერთი დღის სამყოფი საჭმელი ან მეორე დღის საჭმელი როგორც ვიცი სუხოი ეგრეთ წოდებული ხო სუხოი მშრალი კვება ხო როგორც ჯარში როგორც ანუ ახლა გაზქურაზე ვინამე ახლა წყალს და მოდუღებას არავინ არ დაიწყებს ხო მაგრამ ისეთი რაღაცები აი მეტეოში ისეთი რაღაცების დაგემოვნება და ჭამა მიდის ხოლმე ბევრს კალექციიც კი მოინატება და ხო იმიტომ რომ ისეთია რა იქ სიმართლე რო გითხრათ მეტეოში ხანდახან დიდ დროს ვატარებ ხანდახან კი არა სეზონზე თითქმის თვე-ნახევარ შეიძლება 2 თვე ჯამში რა ან რო ვთქვა დღეების რაოდენობა რო დავყოლოთ 1 წელს მაგალითად 9 ჯგუფი მყავდა 9-დან 9 ჯგუფი რა უმეტესობა რა მიმართულების ეროვნები ის თუ მიმართულები ყინვარის მეტეოში მყავდა 9 ჯგუფი მეთქი თქვი და ყველაზე მაღალზე სადა იყო გამხელას სადამიყვანია ხო არა მაგ კონკრეტ მაგ 9 ჯგუფიდან თუ არა იქ 9 ჯგუფი მყინვარწვერზე იყო მხოლოდ ხო ბოლომდე ხო მყინვარწვერის განგის იყო მიმართულება რამდენი მეტრია მყინვარწვერი არის 5054 მეტრს ვიზდო და რამდენი დღის სავალია ტური მოიცავს ან როცა ესეთი ადამიანი დამწყები ადამიანი მიყავს მე რო წამიყვანო ხო რო წაგიყვანო პატიცონო კორნელ აი მაქსიმუმ 5 დღე დაუჭირდეს რა ხო 5 დღე ის მაგრამ შეიძლება თუ კი მე პირადად გამიკეთებია ის რომ წავსულ ვარ ავსულ ვარ ჩამოსულ ვარ ერთ დღეშიც კი მართლა ესე როგორც ახლა აგარაკი კი ეხლა მაგალითად აქ რაკენა რო გავიდე ეხლა ჩავშდი მანქანაში წავიდე და აი სადღაც დილეტანტურად შემჩურდა ახლა ამ არბენა ჩამორბენის ხო ან როგორც გითხარი რა კიბეზე რო დადიხარ მაგალითად 10 ჯერ რო ახო ერთ და იგივე კიბეზე იქ უკვე სწავლობ იქ ფეხი როგორ დადგა ის როგორ დადგა ყველა მოსახვევი ყველა ორმო თუ რაც არის ის იცი და შემდეგ გიმარტივდება ის ყველაფერი რა ყველა ალპინისტის სირთულე არის რა ქვია მაგალითად რო გითხრა ის აკლიმატიზაცია მე იმდენად ხშირად დავდივარ მეთქი ხო გითხარი 3 თვე მიწევს თითქმის 3000 ის მეტეოსადგური არის 3600 მეტრზე როგორც აქ 40 მეტრზე ზღვის დონიდან გზნობს ადამიანები მე ისე გზნობ შეიძლება იმაზე უკეთესად გზნობდე თავს იმიტომ რომ აქ მაინც ასეთ ის ჰაერი დაბინძურებულია ჩვენთან გურიაში აი გაგვეხება მაგრამ მაი რა შეიძლება რა იტყვა აქაურობას დაბინძურების მაგრამ არის სმოგების და რაღაცები ხო არის ადგილები სადაც დაბინძურებულია და მძიმე ჰაერია განსაკუთრებით საფხულის პერიოდში არ საფხულში რო იყოს ახლა აქ გურიაში პრისას რო იციან თქვა ნესტის ტერს და ახლაც ეს ნესტი ხო ნესტი პრომეტის იმშრალია ხო ნესტი არის მაგრამ სიცხე არ არის და უფლი არ არის რა ეგა აბადიეთ ეხლა ცოტა რაღაცას ვთქვი მაგრამ აი აბაზანიდან რომ გამოდიხარ და გამშრალებამდე რომ ოფლი გამოგდის წარმოიდგინე გამშრალება რომ და მე სახელამდე მისვლა შეოლეგა ხო და ეგ გურული იმას აქვს ტაჯიკში საიდან სადგადებით ეხლა სად ვიყავით ყინვარწვერზე ვართ ასული ინვენტარით და იმით ყველაზე ისეთი ყველა ალპინისტის თუ გამყოლის ოცნება რა მარშრუტი ევერესტი შეიძლება ითქვას ევერესტი მაგრამ ჩემი ოცნება და მიზანსწრაფულობა ევერესტი არ არის აბა დრო მიჩვენებს მაგას რა ისე ბანალურად ევერესტი არ არის მაგრამ დრო ჯერ არ გაქვს ეგეთის ანუ რაღაცისთვის არ ემზადები შინაგანად აი აქ გინდა რომ
წახვიდე თუ გინდა და აკეთებ ეგრევე და მე მომდევნოზე გადადი. ცოტა არ იყოს და ტრამვების მეშინე, იმიტომ რომ მქონდა ანუ ხარანანიძე. იმიტომ რომ მქონდა პირად ცხოვრებაში ისეთი რაღაც, რაც ტრამვასთან იყო ასოცირებული, აი საკმაოდ კაი წელი მქონდა 2022 წელი რა, კარგად დავიწყე. ყირგიზეთში ვიყავი წელან როგორც ვახსენეთ, მანამდე საქართველოში რაღაც მარშრუტები გავაკეთე, ყირგიზეთში წავედი და 2-7 თავიარეთ და მოდის ზამთარი და ზამთრის ბოლო მიწურულს დამეჯახა მანქანა და მოვიტეხე ფეხი. უეჯველი სადღაც ქალაქში მშვიდობიანად და ჯანმრთელად. ნუ მშვიდობიანად არ იყო ტრანსპორტზე ვიჯექი მეც და მოპედით ვიყავი და დამეჯახა მანქანა და მოვიტეხე ფეხი და მაგ ფეხის კუნულობაში ჯამში ეხა როგორც ვარ და რა ფორმაშიც ვარ, დამჭირდა 2 წელი ის რომ აღდგენა გამე 2 წელი და მაგიტო რთულია 2 წელი. ადამიანისთვის ვინც ფიზიკურ აქტივობაში იღებს შემოსავალს, ანუ შემოსავალს ავიდანομαι, აი იმდენად პირველი კვირები იმდენად ცუდი იყო ჩემთვის, რომ აი ვერ აგიღწე რა, ანუ 2 კვირა საზოლიდან ვერ ვდგებოდი თავის ტკივილები და ის ან იმდენად განცდებში ვიყავი და იმდენად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ვერ დავდიოდი და რამდენხანს გავდადებოდა ჩემი ეს ყველაფერი, არ ვიცოდი და რთული პერიოდი იყო და მაგიტო არ მაქვს რაღაცა შორი გეგმები, რომ აი მაგალითად წავიდე მომიზადო ევერესტისთვის. ევერესტისთვის რომ მომიზადო ძალიან დიდ სახსრებია, კი, მხოლოდ ნებართვა ხდება. შენი პროფესიით რამდენად შესაძლებელია? ჩემი პროფესიით რომ სხვა ადამიანი წავიდე. საქართველოში არა, შენ თვითონ რო წახვიდე და გადადო საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგ ხელად თანხა წარმომიდგენია რა თანხების დასახელებას აპირებ. დღეის მდგომარეობით რასაც ვშრომობ, ალბათ ამ შრომით და დაუღალავი შრომით 1-5 წელი დამჭირდება იმისთვის, რომ მარტო ის თანხა შევაგრო, რომ ნებართვა რო აიღო? კი. დაახლოებით 70,000 ჯდება, მხოლოდ კი ნებართვა, სხვა დანარჩენს რო თავი დავანე. მართლა დოლარი? კი. 100 სულის ნებართვა, ისიც მაისიდან სანამდეა თუ არ ვწდები, ამინდებზეა ეგ დამოკიდებული. რომ თოვლის ნალექი როგორ მოვა, იქიდან გამომდინარე რა, თოვლზე არის იქ რა. ეხლა სურათი რო წარმოვისახოთ, $70,000 იხდი ნებართვაში, მაგის ნახევარს დაახლოებით აღჭურვილობაში და ყველაფერში. კი, ტრანსპორტირება, ყვება, ადიხარ და შეიძლება რაღაცა შეგიშალოს ხელი ამინდმატოს და მესამე დღეს მოbrunდე უკან. კი. თლათ მესამე დღეს ვერ ამი ტრეკზე დიდი ხანი ხარ და თითქმის ერთი თვე ბევრია, მაგრამ ერთი თვე შედიხარ საბაზომდე რომ დაიწყო რა. ადიხარ ჩამოდიხარ აკლიმატიზაციები, ანუ დროის რესურსი არის რა. დროის რესურსი და ფულის რესურსი არის ეგ ყველაფერი და ამ ეტაპისთვის არ მაქვს ის რომ ვისწინოთ რომ ავიდე ევერესტზე და დავსვა იქ წერტილი და ის, მაგრამ თუ კი ვინმე იქნებით სპონსორი, შემიძლია რომ დამასპონსოროთ, წავიდე. მაღაზია იქნება თუ ნებისმიერი რამ, რაც ამ თემას ეხება თუ არ ეხება. ისე ვინმე კაცო, ვისაც აქვს საშუალება და ახლა შენ კაი ბიჭი ყოფილი ხარ და დადექი და წადიო, სიამოვნებით. კაი ბიჭი მიზანს მიმართული. მეორე ადამიანში ის ვინც ამავდროულად ის შემიძლია რომ არ მინდა ის გადასახდელი თანხა ჩემთვის გიდობის თანხა, ის გადაიხედავს ის იყო გიდობის საფასური. წავიდეთ ერთად. კი, აი ჩვენ კონდელი თქვენს რომ მითხართ ახლა რომ ავდგეთ წავიდეთო. თუ გიგახსნის $70,000 გვინდა. არა, 2 $70,000 გვინდა. ავიდეთ. ქვეყანაში ზოგი ღმერთს მიმართავს და ზოგი შეში შენობა არაფერ მნიშვნელობა არ აქვს. მე დაწუნებული ვარ, აი თავისუფლად შეუძლია ადამიანებს, იმ ადამიანებს საშუალება აქვს ხანდახან შენს გაგიცია ისეთი რაღაცა, რაც შენთვის ელემენტარული იყო. და სხვა ადამიანის გასახარებლად და დაწუნებული ვარ ვიღაცისთვის ახლა იქ თანხაც არაფერი ისეც არ წარმოადგენს, რომ რაღაცა დროსთან ერთად თუ კი ვითარდები და როგორც თუნდაც კომპანია იყოს, აი პატარა დროშას წაიყოლებ იმ კომპანიის დაასვობ და მოაცხადებ, რომ კი, ეს იყო ჩემი სპონსორი. ხო, ეს იყო ჩემი სპონსორი. უღრმესი მადლობა ამ კეთილ ადამიანს. მით უმეტეს შენს გაქვს კამერა, შენც იღებ რაღაცეებს და ეხლა ჩართული არის და დღეს ისეთი დროა, რომ საჭიროა ყველაფერი. აი თუნდაც წეღან სანამ მოვიდოდით, მან გზაზე ვესაუბრებოდი იმას, რომ რა ნერვები ყოფნის იმისთვის, რომ მაღალსართულიანი შენობების, შუშების გაწმენდა და ისე მაგას სახელი ქვია მაგ პროფესიას თუ უბრალოდ პროფესიას არ არის უბრალოდ რაღაცა შენობა. არის პროფესია. ეცხავწმენ თუ როგორ რიგინგი არის ეგეთი პროფესია, როცა კონსტრუქციებს და რაღაცებზე დაძრებიან და რაღაცებს აკეთებენ, წმენდაც მაგაში რიგინგში შედის რა. ხო, და წეღან ახლა მითხრა ის, რომ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თორე დარწმუნებული ვარ, არის ხალისება ახლა ის რა რაღაცა სადღაც შენობაზე
თან დარწმუნებული ვარ, აქ ჩვენ როზივად როგორი ქარია და იქ როგორი ქარი იქნება. ქარში არ მუშაობთ, ეგ არის იდეალური ამინდი თუ არ არის, ისე არ მუშაობთ. ანუ დაზღვევა ითვალისწინებს იმას, რომ არანაირი რისკი მაგას. დაზღვევა არა. გულისხმობ, თორე რაღაც ვიღაც კომპანიის კი არა. არ დაზღვევა არა, ის რასაც შრომას გავწევთ იმ ყველაფერში წმენთ ხო იმ შენობას. წარმოიდგინეთ ჩვენ რომ რაღაცა ის მანქანა რო წმენს, ის წყალი სადღაც ხომ ის ქვემოთ ხო ჩამოდის რა, ის წყალი ქვემოთ რომ მოდის, იმ გაწმენდ ნიშუშებს სხვას დაგისვრის რა. დანარჩენს. გვერდს მოყვების ზემოდან. ხო, არა, ნახე, ზემოდან ხარმა რო არ გადაყაროს წეთები, გასაგები. მე მეგონა ცხოვრების სიცოცხლე ზარდის გავდიმოთ, ხო? სიცოცხლესაც კომფორტული არ არის რა, რატო ეხა. ნახე, აი ყველაზე მაღალი სართულიანი შენობაზე საქართველოს საწყობი ხარ. მაგრამ ყველაზე მაღალი იყო მგონი King David. კი, King David-ზე. ხო, King David-ზე ყოფილა. რამდენი მეტრია ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენი ადამიანი და რამდენ დღეში კი. აი, სხვა ამოცანა იყო მაგას აკეთებელი, ის არ წმენდიზე არ მიმუშავია. წმენდაზე არა, სხვა ამოცანა იყო შესაძლებელი, რაღაც წერტილები იყო დასარტყმელი და ის დავარტყმე. ანაზღაურების თვალსაზრისით არ გვინდა კაი, საქართველოში შენი პროფესია ევროპულთან რამდენად ახლოს? ახლოს არის. იმიტომ რომ ირგვლივ ახლა რუსებს და იმებს აზერბაიჯანში ვაჟი ძირითად შემთხვევაში მაინც ან ევროპელი მომხმარებელი და შესაბამისად კი გადახდათ ისე მიდის როგორც ესე იგი მაგედან გამომდინარე ქართველებისთვის ცოტა რთული გადასახდელია კი და ქართველები როცა დამყავს სხვა ანუ ის დაშეღებაც უკეთებ ანუ იგივე ფასში არ დამყავს და უცხოელები ქართველებო ვისაც სადმე წასვლა გსურთ შემიძლიათ მიგაბაროთ ამ ადამიანს სრული პასუხისმგებლობით მარტო ფინანსურად კი არა სრულიად მშვიდად იქნებით თქვენც მეც და თვითონ ბატონი ვახოთ უბრალოდ ის მომენტია რომ ქართველმა რო იმუშაოს მეც ხო იმ ნაშრომს აქ ხარჯავ ვიცი რა არის ის შრომაც ვიცი რა არის საიდან მოვედი იქამდე დღეს როგორც ვარ ეგეც ვიცი იმიტომ რომ თუ ადრე მუშაობდი რაღაც საქმეებზე და მქონდა ცოტა შემოსავალი და სადღაც მივდიოდი იმ თელ ჩემ შემოსავალს მაგალითად 1 წლის შემოსავალი შეიძლება 1 წასვლაში ვხარჯავდი რა იმდენად ცოტა შემოსავალი მქონდა იმ პერიოდში როცა რაღაცას მუშაობდი და ძირითადად ეგეთი ადამიანები მოდიან ანუ ვისაც სურვილი აქვს სადმე წასვლის და რთული ადამიანს რო მთელი წლის ნამუშევარი შენ წაართვა რაღაც 5 კი რაღაცა ოცნებას გამოარიდო იმას გამოარიდო ამას გამოარიდო და უცებ ადგე და ხა ღირს უღირ დასაწყისში დასაწყისში არ შუაგზაზე ამბობდი და ცხოვრებისეულად ფილოსოფია ფსიქოლოგია რამშორ რაც წამიკითხავს ყველგან ეგრეა ანუ გულისხმობ იმას რომ იქ ასულზე კი არა ამთავარი ასვლის ანუ ყველა იმას ამბობს რომ მწვერვალზე ასვლა კი არა ამთავარი გზა არის როგორ მიდიხარ მწვერვალამდე ანუ პროცესი კი და უკან დამოსვლა ხო ანუ პროცესი უფრო საინტერესოა ვიდრე თვით ის რომ მიხვედი სადღაც ფოტო გადაიღე რაღაცა გააკეთე საკუთარ თავს ისე მანდ რომ უფრო მომენტია ის რომ ბუნების სიამოვნებო ამ სილამაზით დატყვი თუ საკუთარ თავს რაღაც დაუკეთე შენი აზრით ხალხი ძირითადად ისთვის მოდის ოღონდ სულ მაღლებზე არ ვამბობ ზოგადად იმიტომ რომ ეხლა ნახე ზღვა მესმის რომ ცურვა რაღაცა კონცენტრაციის რაღაცა მაგრამ ეგეთი რისკი არა ხო ეხლა ბუნებრივი ცურვა არიცი არ ჩადიხარ იცი ჩადიხარ ცურავ და ამოდიხარ ან იკეთებ შესაბამის აღშულება და აღშულებით ჩადიხარ ხო მაგებზე მაგრამ აი თა განსაკუთრებით არის ის სფერო სადაც სიცოცხლეს დებ ადგილი არასწორი აი ბავშვობაში მამა ბიძა თუ მეზობელი რო გიხსნის 10 წლის ბავშვს ან უფრო პატარას რო ქვაზე ფეხი არ დადო იმის გამო რომ შეიძლება ქვა გადაბრუნდეს ფეხის და ამის გამო მოუწყდეს რაღაც აი მაქედან დაწყებული მთელი პროცესი რისკია იმისა რომ რაღაცა ერთი გაუთვალისწინებელ შემთხვევაში შეიძლება კი ყველა ნაბიჯი არის ფატალური შედეგი კი ანუ ადამიანები მე ვიცი დამყავს და იმათ სახეებს რო უყურებ და ემოციები რო განსაზღვროთ მაგ ყველაფრიდან არის შემდეგნაირი რა ზოგი არის რომ ვიღაცისთვის სამტკიცებლად მოდის ქონია ისეთი შემთხვევები ახლა რომ მაგალითად ლეოც მქონია ისეთი შემთხვევები რომ აი თავისი ნათესავი ან ვიღაცას მქონდა სურვილი რომ იყოს
გუშინ შემთხვევით მოსულ ძაღლზე ხალხო ეს ძაღლი გუში მომედი და დამხვდა აქ თავისი ძაღლი ჭიშკართან და მე მასმედი ჩვენთან ვიეჭვიან მედი მე მომეფერე თავის ოჯახში ჰქონდათ ტრადიცია ან რაღაც ესეთ რომ იყო წინაპარი ვინც დადიოდა და მასაც აქვს სრული ამ ტრადიციების გაგრძელების და წავიდეს თვითონაც ეგეთ მომენტი ან ვიღაცის გამომიდის იქ რომ ერთი შემთხვევა ქონდა რომ მის საერთოდ უკან დაბრუნებულზე მითხრა რომ ბიძა ჩემი იყო მთასვლელიო და ბიძა ჩემის გარდაცვლილია და იმის აბათის უნდა თავედიო და იმ ადამიანს მოვიკითხავ აქედან ჯიგარი არის იმდენად იშრომა მართალია დიდი ხანი ავდიოდით და ჩამოდიოდით მე ვიყავით არა სამნი ვიყავით სამკაციანი ჯგუფი იყო რომ იმდენი შრომა ჩადო იმ ყველაფერში რომ მე არ მithქვი უკან წავიდით მეთქი ანუ ზოგადად არ მიყვარს ადამიანებისთვის აი რაღაცა მიზანი რო აქვს დასახული იმ მიზნის არ შესრულებაში ვარ დავეხმარო რა ადამიანი აი მიზანსწრაფულობა რა არის ჩემთვის ანუ როცა ვიღე პასუხისმგებლობას იმისა რომ სადღაც უნდა წავიყვანო მიმყავს თუ როგორ მიმყავს ეგ მე სიტუაციას ვაბარებ ანუ სიტუაციიდან გამომდინარე რა შეიძლება წავიდე და უკან წამოვიდე მაგრამ თუ არის ესეთი საშუალება რომ დრო ჭირდება იმ ყველაფერზე ადაპტაცია ჭირდება ვაცლი იმ დროს რომ აი ეს გაიაროს შეეგუოს ანუ ის არ არის რა მთაზე ასვლა რაღაც აი ლამაზი ხედი დარკვობა როგორც წეგან აღნიშნეთ რა იმდენად დიდ ენერგიას და საკუთარ თავზე გამარჯვებას მოაქვს მეთქი ეგეც არ არის რა ანუ საკუთარ განახებს სად ხარ რა ხარ ვინ ხარ და რა გინდა ანუ ასე მარტივად რო გითხრა რა და მე რაღაცა უაზრობები აზრს კარგავს ალბათ იქ როცა ყველაფრის წინაშე აღმოჩნდება კი და ეგ ყველაფერი არ უნდა გრძელდებოდეს რაღაცა ერთი თხით და ორი თხით რა ეგ რაღაცას რო ვნახავთ ის უნდა გრძელდებოდეს მუდამ რა თუ გინდა რომ წინ წავიდე მოღამე რამდენად აღვყოლებს დრაივში ადრენალინს რამდენად გასწავს აი ჩამოხოდია ხოდია ხე რომ უცებ ჩავდივარ ამონდიო ერთი და იგივე იმაზე არ ვარ მარშრუტზე აი ზოგადად რამდენად გაძლევს იმის შესაძლებლობას რომ სულ ამ ქარცეცხლში იყო იმდენად ვითარდები ფიზიკურად და იმ შესაძლებლობებით რა რომ გთხოვს შემდეგ ორგანიზმი გთხოვს რომ იმოძრავ რა ენერგია რომ გაქვს ის სადახარჯო შეიძლება ესე იყოს რა თქმა უნდა გაიფიქრო რომ ეს ენერგია ხა საწავიღო და იმაში ის სადო უნდა სადღაც რა თუ გინდა იქიდან რაღაც მიიღო ხო თორე გაუხარჯავ ენერგიებმა როგორც ესე მე უარყოფითი რაღაცეებიც შინაგანად არ მხოლოდ ჭამს რა ნევრებს გიშლის და იმაშობა გაწუხებს რა გაშემოყოფებისთვისაც აგრესიული ხარ ასე შემდეგ ხა აგრესიაში მე ის არის გულწრფელობა რაღაცა ცემდი მაგრამ ხო მიხდი აბსოლუტურად მესმის მე წინა ემაზეც ვამბობდი და ხშირად ვამბობ იმას რომ უძილობის პრობლემა მაწუხებდა როცა ისეთი სამსახური მქონდა სადაც ფიზიკურად ანუ ხოცეთ ადგილას როცა ხარ ან რაღაცა აი რომ მოვდივარ აქ რაღაცას ვაკეთებ და მივდივარ სიზმრებს არ ვნახულობ, მაგრამ შვიდად ძინავს რომ ხანდახან ბუდილნი გიმჭირდება იმის რომ გამეღვიძოს. კი, იმიტომ რომ შრომა ენერგიას ხარჯავ და დებ იმ შრომას და მე ბოდიში გაგაწყვეტინე უაზრო და დებილური რაღაცებისთვისაც არ მრჩება ფიქრის უნა. კი, კი. იმიტომ რომ როგორც წესი ტყუილად რო წევხარ მთელი დღე და არ ვამბობ რომ სკროლა თუ არ სკროლა არსებით მნიშვნელობა მე მოგდის თავში რაღაცა 1000 დონის სისულე. კი, მასე არის ნამდვილად. აი მე მაგალითად ტელეფონთან კავშირი 21 საუკუნე არის და ყველას ისეთი თუ ინტერნეტი არ აქვს ადამიანს სად იჭერს ანუ როცა ქალაქში ვარ და როცა სადღაც ვარ ნაკლებათა იმის იქ მეორე ისა რომ თუ მაგალითად აი ანგარიში გაგვითავდება და არ მაგიტო არ გვაქვს ინტერნეტი მაგრამ მე როცა მთაში მივდივარ იქ კომუნიკაციები თითქმის საერთოდ უკვე არ არის და იმიტომ არ გაქვს ინტერნეტი ხო არ მისულაიდამდე ხო ანუ ძალიან ცუდი სანახავი იქნება იქ სადმე ბოდიში და ის ბოძი რომ იყოს და იმის რა ქვია რომელიმე პროვაიდერის იყოს თუდი არის უბრალოდ რაღაც წერვალზე რომ შველები რაღაც საჭირო არის ითხოვს რაღაცა გადაუდებელიდან სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო მაგრამ არის ისეთი ადგილები სადაც აი თუ არ იჭერს ვერც რეკავ ხო გარეში გაქარა არა ხო არა სხვა რამე მინდა კავშირიდან გასვლა გვიგულისხმე რა მაგრამ არის ისეთი ადგილები სადაც აი რაღაცას გვანდილს რო გაივლის მე იჭერს რა და ეგ სიცარიელეში თითქოს სიცარიელეში ხარ რა ამ სიცარიელეში კი რა ამ იქ ხარ სადაც გინდა რო იყო სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა სიცარიელეში ეგ შედევრია სანსადა მათხოვეჭი ჩემი ჭიქა ისე ისეთია როგორც თავიდანეთია მაშინ
კი, მე სულ რაღაცას ვაყუჭებ, სულ რაღაცას ვაკეთებ რა. შეიძლება ვერ ვაკეთებ, მაგრამ არც ძალიან არ ვაყუჭებ რა. ხო? რა იგულისხმება მოგაკეთება გაბუჭებაში? ამ ცხოვრება. დრო. ხო, უნდა გაბუჭება. აი, წეგან მაგითო კარდიოგრამას მაგდროს ვხვდები ცოცხალი რომ აი კარდიოგრამასაც ძლიერ მომენტებში ვხვდები ცოცხალი რომ ხარ, აბა მდორედ როცა მედის ცხოვრება სამსახურის სახლი არ მაქვს უკვე 6 წელია, 7 წელია. ხო, ამჯობაში. ამით რაღაც ემას განმავლობ ვიღაცა ყოველდღიურ რუტინაში რა ცუდია. არა. რო ასეულს ადამიანებისთვის ეხა მე ყოველთვის მაგალითად ყოველთვის ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიცოდი რომ ბანკში ვერ დავიწყებდი მუშაობას. ხო. ცუდი არა, მაგრამ ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე გარემოში, ერთი და იგივე პერანგით და შარვლიდან არ შემიძლია. კი, მაგით მაგას შემიძლია დღეს მეეზოვე ვიყო, მიჩემნია, მეეზო ხვალ თოვლის ბაბა იყო რაღაც ხო. მაგიტო ესე რომ თქვა თანამედროვე ტერმინი რო ახსენო, ჩემი თავის არის ფრილანსერობა რა. მარტო თაში არ დავდივარ მაქედან არ არის ჩემი შემოსავალი. ანუ ბევრი რამის კეთება შემიძლია რა. ესე რომ თქვა რომ ის შემიძლია, შეიძლება ვერ გიპასუხოთ, მაგრამ ნებისმიერ რამის სხვასა. კლდეზე თავს. კი, ყველაფერს ვაკეთებ. საჩხე ჭიათურაში. ნუ არ ესე კონკრეტულად არ იმოშვე, მაგრამ შემიძლია. ლანჩხუთში გვაქვს მაგის პოტენციალი რომ გავაკეთოთ? ლანჩხუთში პოტენციალი რაღაც ადგილი კინტიკარას რო ეძახით, იქ შეიძლება რაღაც გამოვნახოთ, მაგრამ დაინტერესება რამდენად იქნება, ეგ არ ვიცი. და აი ხელოვნურ კედელი თუ გავაკეთეთ რაღაც ისი არ გინდა პატარა ხელოვნურ კედელი სამი აქ ჩავდგა. მერე? რა მერე? მოიყვან ხალხს? მოვიყვან ხალხს. აი ხა წეგან რომ საუბრობ გუგლოს ფანტაზიის უნარი ჩვენ კარგი უკვე სულ წამი წარმოედგინე მე მოდივარ ღორებს აჭრობ და აქ ხალხი კედელზე 10-იან ჩამოდიან თავისთვის რაღაც შევიან და მე აგე ჩემს საკვას ვაკეთე და ისინი თავისთვის ისე ძალიან გაიქნება გარემო არის ვაუ შემაგარი არის ერთ-ერთი მიმდინარეობა წყალში ცოცვა რა წყალში ცოცვა წყალში ცოცვა რა წყლის ეხა არკოს სიცარიელეში რატო ხარ სამი წყალში ცოცვა წყალში ცოცვა არა ნახე როგორი მიმდინარეობა არის ცოცვის წყლის პირას არის კლდეები დაცვის გარეშე ცოცავ და როცა წყდები თავისუფალი ვარდნით ვარდები წყალში და შეგვიძლია რომ ერთი პატარა ესეთი გადმოხრილი კედელი აქვს თქვენ დაინტერესდით ახალგაზრდებო მე შემიძლია ერთი კედელი დაგახვედროთ კი სადაც ინებეთ თქვენ მოინდომეთ არა შენ მეგობრებთან ერთად რაც გაგიხარდება როგორც ეს მე ამაში წვრილი არ შემიტანია მაგრამ ჩაიპოლა ცოტა ისეთ ნათქვამია. ჩაიპოლა ქართული არა ქართული. პოლ ზოგადად იატაკი არის ნუ ქართული, მაგრამ სხვათა შორის იატაკიც არის, ნუ ქართული დაზღვევა ან სპასული იქნება ან არა. ამ ყოლაფერზე. რა ვიცი, ფიცარ ნაგები. ფიცარ ჩაიფიცრა. ჩაიფიცრა. კარგი სიტყვა შევძინეთ ქართული იმას რო ქვია. პირველად არ იქნება ის ნათქვამი. ჩაიფიცრა? ჩაიფიცრა, ხო. გაიფიცრასავითა რაღაც. გაიფიცრა, ჩაიფიცრა. ხოდა ეს როგორც არის ჩაფიცრული და როგორც ერთ დღეს ჩაიფიცრა, ისე თუ ამოიფიცრა აქ რაღაც კედელი. ისე გინდა თუ იმით. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, რა მაგის პასუხია და არხის და გამოწერა და გვაუწყდეს კომენტარი და ასე შემდეგ. მე ჩემი მსხვილი პირებას ვდებ თქვენთან, დამკაცულ კაცთან, რომ თუ იქნება მართლა მათი სურვილი, ნებისმიერ ადგილას ხელს სადაც დაადებენ, იქ ჩაუფიცრავთ თუ მოუფიცრავთ. აუფიცრავთ. არა, ფიცრით გინდა თუ ბლოკით? არა, ბლოკი. თუ ფისკვა? არა, ფიცარი გიჩენ, ფიცარ ნაგები გიჩენ. ფიცარ ნაგები, კი, კონსტრუქცია შეიკრება და იმ კონსტრუქციაზე შემდეგ აიფიცრება რა. ეგ ექსტრემალურში გადის თუ ის? კი, ექსტრემალურში გადის, ანუ არის კი, ექსტრემალური არის. ნუ რა არის, ნახე სადღაც საწყოცავ და არ ხარ არაფერი დამიმული და თულუპ წყალში ვარდები. წყალში ვარდები. მაგრამ შენი ამბავი შენი ამბავი თევზების ამბავი არ შენი ამბავი როცა ნაირები ბავშვებს და მეგობრებს გაწყვეტნე უკაციშვილი არ მოწყდება იქიდან წყალში შესავალი აა ჩავარდებიან მალე მოვისმენე სამომავლოდ რა გეგმები ანუ პროფესიულადაც ისეც აი მიზანი გეგმები რა მოხედავ მაგას ცოტა უნდოვანი არის ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში კი ხელმოდელი კვერცხი გიჩევნია ხვალინდა არა ნამდვილად არ მიჩვენია იქ. ხო. უბრალოდ ერთი ის მაქვს, რომ სულ ვცდილობ რომ ვიყო ფორმაში რა და მარტივ ცხოვრებაში ვცხოვრობთ მეთქი დღესდღეობით მოგატყუებთ. ვერ ვართ მარტივ ცხოვრებაში რა, სულ გვიწევს შრომა და რაღაცისთვის მზადყოფნა, რომ აი შავი დღისთვის ვემზადებით, მაგრამ ეს შავი დღე რა არის, არ ვიცი დღემდე, მაგრამ რაღაცისთვის ვემზადებით რა. მაგისთვის ვემზადები მეთქი, მაგაშიც ისე მოგატყუებთ, მაგრამ დღესდღეობით მიზნად რაც მაქვს, ვსწავლობ ამჟამადაც. სკიზე
ჩავაპარე, ანუ როგორც არის ალპაინი ისე არის სკი და ვცდილობ რომ გავხდე mountain გიდი, ანუ ჭყალებში ესე, ანუ მთის გიდი. ეგ მოიცავს ორ მოდულს, ანუ ალპაინს და სკის, ანუ როგორც ეხა შემიძლია ნებართვა მაქვს, რომ ზამთრის ზაფხულის პერიოდში წავიყვანო ხალხი, ისე არის რომ ზამთრის პერიოდში როგორც ზამთრის ბახმაროში შეგიძლია ხალხი აიყვანო? დიახ. როგორც ზამთრის მთებზე, ანუ ზამთარში მთაზე რომ მიხვიდე ძალიან დიდი თოვლი არის და იმისთვის სჭირდება რომ გადაადგილდე თხილამურით ან თხილმარით, ეგ საშუალებაა და მაგის პროფესია მინდა რომ დავეუფლო, ანუ სერტიფიცირება კი შემიძლია ესე, მაგრამ არ მაქვს იმის სერტიფიცირება რომ სხვა ადამიანი წავიყვანო, თორე ჩემით მე ვაკეთებ ამ ყველაფერს დავდივარ. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაგრამ მომისმენე შენ სამეგობროში არის ვინმე ადამიანები, ანუ მე გაიცანი ეგეთი ტიპები თუ იქამდე ცნობდი ვინც ერთად შევდეგით მაგზას და დღემდე გეგმავთ ხოლმე რაღაცა. თუ მე შენ შეესტუმრე დიდ ოჯახში და დიდ ოჯახში გაერთიანებით უფრო მეტი ადამიანი გავიცანი და როგორ მომენტია იცი საქართველოს პატარა რეგიონად რა გულები ბევრი არ ხარ შენ და ბიძინა ხარ გონიეთი გულიდან მეტი და ბიძინას შვილები ორი ბიჭი ყავს და ის ორი ბიჭი ირაკლი და მეორე სახელი არ ვიცი ალი ქვია მეორე ბიჭი ალი ხო ირაკლი ვიცი და ლანჩხუთიდან ისე ორივე ლანჩხუთელია ერთი რაიონიდან მეორე ქალაქ ლანჩხუთიდან ხო არ მეც იქიდან ვარ ჩამოსული ლანჩხუთში არ ვარ სუბსიდან კი არ ვაგიერებ თავს ლანჩხუთელად მაგრამ მაინც ხო რა ესე შეიძლება ითქვას დღევანდელი წეღანას გეკითხებოდი მაგრამ აი ვინა ეგეთი აი ბიძინა ერთი ტიპი რომელიც თელი ცხოვრება თას მიუძღვნა თავი და მთაში არის და სამწუხაროდ გურულებო არ ვაფასებთ ჩვენ მაგ ადამიანს როგორც სხვა დანარჩენს და ვეცადოთ რომ რაღაცა სულ მწყდება გული ახლა მოსატანე ჯუმბერ ლეჟავას კი აი წერილებს და იმებს რო კითხულო სადღაც რო აი $1 არ ხარჯავ ფირისთვის ან რაღაც იმისთვის რომ აქედან რაღაც კილომეტრში გავძლო და ვჭამო სულ ფიქრობ რა ნების ყოფა და ნერვები ქონდა ამ ადამიანს თორე ეხა ჩვენ რო რაღაცებს კითხულობთ რომ იქ ლომების იმას გადაურჩა იქ რაღაცა მოკინვას აიმას რომ ფუცელზე ისა მაგრამ ხო არის ვიდეო კადრებია რაღაც მისი მონაყოლებია როგორ ყვება ამ ამბავს როგორ თან დასტრესილი ამით რომ აქედან არავინ ყურადღებას შენ ისე მეორე მხრივ ხა ცუდი დრო დაემთხო მკუთხით რომ 90-იანი წლები რაღაც ეხა ამ პერიოდში რომ სამოგზაურო წასულიყო დარწმუნებული ვარ ეხა ამათ იმედიები არ ვიცი ვისა მაგრამ ხო მეხტი რაღაცა ყურადღება ხო პატარა ლურჯი დროშა თუ ეკნებოდა ძაღებული დარწმუნებული ვარ ხო ანუ ეხა სხვა ის არის ანუ სხვა ფართო მასაჟი შეგიძლია გახვიდე იმიტომ რომ იმ დროში იმ ველიკით იმ პირობებში იმახჭულობით თან სიმსივნე გადატანილმა კაცმა თან ნავაჯიში აი რამხელა რაღაც შეძლო კი აი ხანდახან აი როგორც ის ზარმაცი კაცის გადმოსახედით რომ რაღაცებს შრომობ და მგონია რომ დავეღალე მაშინ ვფიქრობ ეგეთ ადამიანებზე რა და მე უცებ აი გახსენდება კარგი მომენტი რა იცი შედარებას ვაკეთებ აი რასაკეთებ შენ და რა დადო იმ ადამიანს იმას გარო რომ მე ავდგე და სადღაც სოფლიო მოვა არა რატო შეიძლება ძალის ხმევა გაიმეტა არა ისეთ ასაკში ვართ ორივე შეიძლება ავდგე და წავიდე და მოვიარდე გავიხსენოთ ჯუმბარლისეოს ასაკი კი ბატონო ხოდო ეგეც ერთ-ერთი ის აწევენ გაზეთს ვსაუბრობ ჩვენ რომ ასაკს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ანუ ასაკი საერთოდ მე ისე უყურებ რა ციფრებია უბრალოდ და მეტი სხვა დანარჩენი არაფერი ჩემთვის რა უბრალოდ თარიღი რაღაცა მგვალია მონდომება მოხაზულობა მგვალია ან რაღაცა რა ანუ შეიძლება ვიღაცა ნახევარი საუკუნის იყოს და ვიღაცა რაღაც მაგრამ გურულებო დავაფასოთ ის ადამიანები პირველ რიგში ჩვენ გურულებო ჩვენები დავაფასოთ და დანარჩენი მე ქართველებს მოგვართავთ ვისწავლოთ ცოცხალი ადამიანების დაფასება სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორია სავსეა გარდაცვლილი ადამიანების დაფასებით და ვისწავლოთ. პირველ რიგში თქვენ პატივისცემა და სიყვარული ვისწავლოთ. კომენტარებში ნუ გამომიხტებით ვინც იცით იმ ხალხის გასაგონად არაფერს არ ვამბობ. დავიბრუნოთ ის ჩვენ არ ვიცით და საკუთარ თავში ვცდილობთ რომ განვითარდეთ და მეტი ვეძიებოთ და გამოვხატოთ აი იმ ხალხს მიმართავთ რომ ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და დაფასება და ვისწავლოთ იმ ადამიანების სიყვარული და დაფასება ვინც ისეთ სიმაღლეებზე არიან ასული შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდნენ მათ პიროვნებებში ხა ბიძინაც რო იყო თოლობად ჩამოსული და ისეც არ შეიძლება არ დადიოდეს და არ გიყვებოდეს როდის რა გაუკეთებიან არ გაუკეთებიან ხო? მაგრამ ვიცით ვინ არიან რა არიან და დავაფასოთ ამ ხალხის ღვაწლი თითოეულ ჩვენთაგანის წინაშე. ხო და კიდე ვინაა ეგეთი?
ნახე ზაზებს საუბრობდით ბოდიში და ნიკოს ხსოვნას გურიიდან პატივისცემა ნიკო დარჩილი თვალს ვადევნებდი და კითხე თავში ვინ არიანო ისეთი ამ დროისთვის ალპინისტებიო საქართველოს ან ალპინისტური ის თავარი ჯილდო ასე რომ ვთქვათ ოსკარს როგორც ოსკარი ისეთი არის ოქროს ძალაყინი ოქროს წერაყინი და ქართველებს გვაქვს ეგ ოქროს წერაყინი სამ ადამიანს აქვს ხერგიანი იქნება არა ეხა ამ ეტაპისთვის არის გიორგი ტეფნაძე არის ბაქარ გელაშვილი და არჩილ ბადრიაშვილი მაგრამ არჩილმა საფრთხოდ დაგვტოვა წინა წელს გარდაიცვალა და ორი ადამიანი არის ვინც ეხლა ცოცხლად არიან და ეს ბიჭები სად არიან აგრძელებენ ყვავილს მათ გაიარეს წელსაც იქეთ აზიისკენ ერთ-ერთი ახალი მარშრუტი და ისიც წარდგენილი არის მაგ ოქროს წერაყინზე შემდეგ შეიძლება რომ ქართველებს ყავდეს მეორე ოქროს წერაყინის პატივისცემა და წარმატებები ქართული ალპინიზმის სიტყვა მსოფლიოდ მე გულში წაკითხულს ვიცი მაგრამ შენ კითხა როგორი ჩვენი სიტყვა გვაქვს ღირსეული კი ანუ ეს პატარა სიტყვა არ არის ოქროს წერაყინი მაგრამ ასეთი პატარა ადგილისთვის ხო თან მე ვიცი წარსულშიც მიგვიღია და კი იყო ესეთი ხალხი კი ანუ ის ძველი თაობა ვინც იყო მაგრამ იყო ისეთი ფაქტები ხდებოდა ანუ ტრაგედიები ხდება ასე ვთქვათ მოხდა რამოდენიმე ტრაგედია და იმის შედეგად დაიღუპა ესეთი ადამიანები ვისაც უნდა გაიგრძელებინა და ვინც მომავალი ყოფილიყო ანუ ეგ ხო კი ნიკო დამხმაროთ ქართული მარშრუტები ესე რომ ვთქვათ რამდენი მთებზე კი არის არა რა ვიცი სოფლიო დონის ანუ მაგალითად სადღაც რო იყო ხა შენ ავსტრიელი დამწყები და რამდენად შენთვის პრეროგატივა ექნება რომ საქართველოს ჩახვიდე და პირველად უშბაზე ახვიდე არის ან თეთრნულზე ან ასე შენ ან კი ჩამოდიან დადიან კი ხო ანუ სასურველი ჩვენი მარშრუტები და გვაქვს პოტენციალი რომ ნახე ან სასურველი არის არა აქვს ავსტრიელებს არ აქვს ისეთი მთები როგორც არის მაგალითად ჩვენ როგორც ხომეხთვის სადღაც ვიღაც ავსტრალიელს ან მნიშვნელობა რა ანუ რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი ქვეყანა მაგ კუთხით კონკურენტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია არ არის მაგალითად რაღაცა 7000-იან 8000-იან მთები არ გვაქვს ჩვენ აქ მაგრამ გვაქვს 5000-იან და 5300-მდე ისეთი მთები რომლებიც საკმაოდ ტექნიკური და სირთულით გამოირჩევა რა. სირთულე განაპირობებს მაინც სურვილს იმისა რომ რაღაცა გადაალახო. ხიბლს რომ მივიდეს ადამიანი და ავიდეს მასზე რა. ვა, კაია ეგ ამბავ. ჯვაი რა გოგო პატარა ქვეყანა გვაქვს და რამდენი ამაში ვართ გამორჩეული და რამდენი იმის საშუალება გვაქვს რომ რაღაცა ქვეყანას თავი გავაცნოთ. მშობლიურ ხარაში შევეხოთ. ბახმაროს გარდა რა გვაქვს ისეთი? ბახმაროს გარდა ბახმაროში თან როგორც ვიცი სველი თოვლია და სასიარულო და სათხილამურო ცოტა არა არ თქვა იქ პირი ხო არა მე ხო დილეტანტი ტოპ ხო კი საქართველოში რაც თოვლი მოდის შეიძლება ითქვას რომ ყველაზე ტოპ თოვლი მოდის ბახმაროში ბახმარო აი ის ქედი რასაც უყურებთ რა გურია მესხეთის ქედი რა აქედან გომის წაზე სახლები ჩანს კი გამოჩი ამით საფუძ პერიოდში გამოჩნდება კი და როცა კარგი მხედველობა ანუ მესხეთ გურიას ქედი რაც არის მაგ ქედზე ძალიან ბევრი თოვლი მოდის იმიტომ რომ სხვიდან შემოსული ნალექი მაგ რჩება და საკმაოდ კარგი არის კაცმა რო იცის აი და ალაგა იდე საკმაოდ კარგი არის სათხილამუროთ რა სამთვის კურორტისთვის მაგრამ ბახმაროს რაც შეეხება დიდი თავის იერსახეს და თავის პეწს რაც აქვს იმას წაართმევს ის რის გაკეთებასაც აპირებენ სამომავლოდ რა აურბს და იმაგურს ხო არ ვერ გაკეთდება მარტივებზეს და მე ვფიქრობ რომ ვერ გაკეთდება თორე ხა ცუდად არ გამიგოთ იქ რაც არ უნდა ხალხმა მომიდომოთ ბენზინი გადავიროთ და ასე შემდეგ და ისე შემდეგ თუ ან მაგრამ მეორე მხრივ ჩემ გულისკენას გეტყვი ბახმაროში ბავშვობიდან დადიხარ ასე თუ ისე რა ხო და 10 წლის წინ განდელი ბახმარა ხო გახსოვს არა ის ან საკმაოდ ცუდი ყველაფერი ან ეხა როგორაა მარტო ბახმაროში ცარიელი ადგილი არ დარჩენილა სადაც კოტეჯი არ ჩადგეს მარტო ბახმაროში არ ხდება ეგ რა როცა ადამიანები აი ეგ ზოგადად ჩვენი ის არის რა რაღაცა მიდგომა მაგ ყველაფრის მიმართ რა თუ ერთი რაღაცას აკეთებს და კაია ან თვითქოს რომ კარგია მეორეც ჰოპ მეც მინდა ეგ ანუ თან იმაზე მეტი უნდა ეს ერთმანეთ მე ვიღაცებმა
მესერები და ზაბორები გააკეთეს. მე ვიღაცებმა რაღაცები და ეს უკვე ბლოკის ახლის ამაშენები და ეს უკვე ლანდშაფტს ადამიანებს საყურადღებოდ ვიტყვი, ვინც არ არის ნამყოფი ან ადრე არ იყო ნამყოფი, ეს პატარა ხის ლამაზი კოტეჯები, რომელიც ფერადი ისე ერთმანეთის გვერდით იდგა თუ მოშორებით, რომელსაც ეზოები არ ქონდა, სხვადასხვა ბახმარო საქართველოში ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეზო საერთოდ არ იყო. მოღობილი. მაგის საჭიროება არ იყო, რაღაცა წყალი მოქონდა, რაღაცა ერთობა იყო, საჭმის გაზიარება თუ ამბის გაზიარება თუ რაღაცა, ეგრე არაა დღეს გვერდ-გვერდ ადამიანები ცხოვრობენ, რომელიც არის მესმის, რომ წინ მიდის, მაგრამ რაღაცა სტანდარტი უნდა იყოს, რასაც დაემორჩილება ყველა. როგორც კანონი. რომელიც ამ ქვეყანაში არ კანონობს და ყველასთვის ერთი არა. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ერთფეროვნება მოსაწყენი არის ცხოვრება და რაღაცეები, მაგრამ მრავალფეროვნებაც ისეთი არის რა, უკვე ძალიან მრავალფეროვანი გახდა რაღაცეები რა, ანუ ის სახლების იმას მაგრამ ცუდად ვიყენებთ, კარგად გამოვიყენოთ გას ის მრავალფეროვანი. ხო და აი ერთფეროვანი რო იყოს ის სახლები, შეიძლება უფრო ბევრად სხვა ნაირი კი არა, ბევრად უკეთესი იქნება, ანუ ნახე რაღაცას უყურებ და არ არის როგორც სიღნაღს რო გადახედა ხო ლამაზია, ყველა ერთნაირი სახურავის დემის რო, მაგრამ მოხედავ თბილისს და გინდა ბათუმს და გინდა იმას და ეგრე იქნება ბახმაროში. ვიღაცას კოტეჯი უდგას, ვიღაც სამსართულიანია გვერდით აშენებული, აქეთ ვიღაცას ექვსსართულიანია. ხო, არ ვიცი ძმაო. ეს ქვეყანა როგორც ჩვენია, ისეა თქვენიც. უნდა გავუთხილდეთ ყველაფერს. არა მხოლოდ გავუთხილდეთ, თქვენი აზრიც გასათვალისწინებელია და გასაგებია ყველაფერი, მაგრამ რაღაცა რაც საერთოდ და შევთანხმდეთ. რომ გადავენაწილოთ როგორც პასუხისმგებლობა, ისე რავი ფანტაზიას და შრომას და ასე შემდეგ და აი წინავ იმაშიც ვამბობდი და სულ ვიტყვი რომ აი ვერ ვიტან ბრაკონიერებს და ვერ ვიტან მიმართებას და მიდგომას იმისა რომ მდინარის თუ ათევზი მოდი ჩავყო დენს ყველას მეწავიყვან სახში და სხვას არაფერი ვიღაცა ბევრი მინახავს ჩემ წინ არხზე ჩამოსული კაცი რომელსაც შვილებისთვის უნდა და 2 კილო თევზი და შვილი ახდა და ვერაფერი ვერ დაიჭირა 2 კილო რა უბრალოდ თევზი რო ბავშვს დაეჭირა ხო პირობითად რომ ეჭამათ რა 5 თავი დაეჭირა რა მაგის პასუხია და წელს ვიყავი საქართველოში აი თევზავა მიყვარს რა გავიზარდე მდინარე სუფსა არის ეგეთი აი აქაურებმა იცით მაგრამ ვინც არ იცით მდინარე სუფსა არის ყავს საკმაოდ რა მდინარის თევზი რაც არის თითქმის ყველა თევზი ყავს რა ბავშვობაში რო ვიზრდებოდი იქ დავდიოდი თევზაობდი აი ჩემი რუტინა კი არა ჩემი მთელი ცხოვრება ჩემი მთელი ბავშვობა ეგ იყო რომ დილა რო თენდებოდა მივდიოდი ჯერ შევხედავდი მდინარეს როგორი იყო როგორი წყალი იყო ღირდა თუ არა თევზავა მოვდიოდი სახში დილის აუზენს მივირთვენდი მე მივდიოდი ის რომ საღამოს ბებია ჩემი მეძახდა ვა ხო შორიდან რა და ამავდროულად მქონდა ერთი კაი გესმოდა სადღაც ხო სადღაც მაგდრობელია ხო აი სადღაც რომ მოვდიოდი მე იქ ხამე ესეთი ის ქონდა რა ქვია გამოთქმა და ეგ დამახსოვდა კარგი ბევრი სხვა გამოთქვას მაგრამ ერთ-ერთი იყო ეგეთი ბებიაო სახში ძროხა აყლოსო მოსვლოდა შენ ძროხა ხდება ზავში კი და აი იმ ბავშვობის მონატრებაზე რა ის თევზაობაზე ვეღარ ანუ რაღაც გავიდა პერიოდი და ერთი წელი ორი წელი ვერ თევზავია ეხლა დიდი ხანი არ თევზავია და ვერ დავიჭირე რა ანუ თევზი ვერ დავიჭირე და მეგობარი ერთ გეგი ლოქო გეგი ეგეთი არხი აქვს იმაზე YouTube-ზე გამოიწერეთ, გადადით, უყურეთ, კი და ვიყავით წასული ქვეყნის გარეთ და აი ძალიან ვისე ორმა ადამიანმა 2 დღის განმავლობაში არ 2-ის გატყუებთ 3 ხამე, ანუ 4 დღევი თევზავით ჯამში, დავიჭირეთ 400 კილო თევზი. ცოტა მეტი, ანუ გადაჭარბე ესე. კი, 2 ანგესით. აუ გაგამძარა. არ უშვებთ ამას. ხო, მივხვდი. ანუ ის არ ქონდა, რაღაც სპორტულად და რაღაც სახში წამოყვანდა ის არ ქონდა რა. აი, უბრალოდ სიამოვნებისთვის ესე, ანუ რამდენად ვიღაცებისთვის რა სიამოვნება, ხო 400 კილო თევზი იჭერდა, ანუ ვიღაცებისთვის არა, მაგრამ ქონდა ის მომენტი, რომ აი თევზაობით ვისიამოვნე რა, მაგას პროცესით ამოყვანის პროცესი. ხო, ანუ მთელი ხიბლი რაც არის თევზაობით, ეგ პროცესი შევირგე რასაც ვქო, მაგრამ ამას ჩვენთან ვეღარ ვიზავ და ვეღარ უნდა ის თევზაო მე რაც იქ ნახე და დამხვდა შეიძლება ჩვენ რაც სურათი გადავიღე ან თუ რა გადავიღე ვიღაც ადგა წავიდა ნახა და სულ მოსპო ანუ ჩვენთან ჩვენ რეალობაში რო ეგ გააკეთო ეხლა მაგდენი თევზი აქ რო იყოს აი ამ ტბორში ამას დაჭირდება ალბათ 1-30 წელიწადი რო ის აი ამ ხელა ქაშაპებს ვიჭერდით რა ქაშაპი ზოგადად რთულათის სადა ჩვენ ხელა ქაშაპი ამ ხელა სადაც დაინახავენ ეგრევე ასაბეთგებელს უგდებენ რა რაღაცა რთულათიზდება რა ანუ ეკოსისტემა საკმაოდ რთულად შენდება რა რაღაცას რო შეცვლი ის უკან მარტივად აღარ ბრუნდება რა რაღაც
აი რო გითხრათ მაგალითად, რავი, შობადობასავით არის რა, შობადობა წყდება, ის სადაც აღარ მოდის რა. ხო და გაუთხილეთ. სამწუხაროდ გურიაში გარდაცვალებამ გაუსწრო შობადობას ბოლო წლებში. არა მარტო გურიაში, საქართველოშია. ხო, მაგრამ გურიაში განსაკუთრებით. ხო. იმიტომ რომ ახალგაზრდა ვინც იყო, წევიდა ჩემს თანადობებით, მაგრამ საძებე მე აგერ ვარ, მოდივარ. აგერ ხაყულის. აგერ ვარ, მაგრამ იმ ხალხმა რა ქნას, ვინც ქვეყნიდან წავიდნენ საერთოდ. ხელიდან ვინც წავედით, მაგრამ ხალხი არ ალაპარაკი. ჩვენთან გურიაში ორი წასვლა ქვეყნიდან და ხელიდან. ხო და ხელიდან წასულებს კიდე არ აუშავს, ქვეყნიდან წასულებზე ვიდარ. ხო და მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ვერ წახვედი, არ გეცოდინება სახლის ფასით და დაბრუნების. კი. აი სამოსელი პირველში თუ არ წახვიდა დომენიკო, სახში ვეც დაბრუნდება. რაოდენ მისასვლელი პირიც არ უნდა კონდეს და ის ერთი დრაკანი რომ დაეტოვებინა, სოფლა დასავლეთ უპრობლემო თავიდანო, მაგრამ არ დატოვა ადამიანი ეგეთი. ხო და სამწუხაროა ეგ ფაქტორი და განსაკუთრებით სამწუხაროა და ეს პოდკასტების სერიაც მაგას ემსახურება რა. მე მინდა რომ ადამიანები ცნობდნენ შენაერ საინტერესო მიზან, აი ისეთ ადამიანებს, ვინც მიზანს ისახავს, აღწევს და აი ყოველდღიური კომფორტის ზონიდან გადის. და ჩვენ მინდა ვისწავლოთ ამ კომფორტის ზონიდან გასვლა რა. ჩვენ ახლა შეიძლება ცუდი მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ რელიგიურობაზე ვდებთ თავს და 2000 წელი ავკითხულობთ სახარებას, სადაც ყოველი აბზაცი ემსახურება მას, რომ კომფორტის ზონიდან და გავიდეთ. და ჩვენ ყოველთვის ამას ვკითხულობთ როგორც საჩვენოს და სათავისოდ და როგორ გამოვიყენოთ ცდილობთ. და მე ამ რაღაცა რელიგიური ნიღბის ქვეშ გვინდა ვიცხოვროთ მოტყუებით, როგორც ვარდენი შედის იმაში გახსოვს, სანთლები რომ ღმერთო შენადგინდა ვარდენი. კიდე მოგიტანებენ. თვალს რო ბაჭუნოს იქ. ხო, ვარდენისთვის ღმერთი სანთელია, მიხდი? ხო და ეგრე არა ახალ. რაც მალე გავართ კომფორტის ზონიდან, მით მეტი მოქალაქეები ვიქნებით, მით მალე ავაშენებთ. ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ მაინც ჩვენი დავდოთ და ჩვენი ყოველთვის გავაკეთოთ რა. ხო, ეხლა ბაბუა ჩემი, ეხლა ხო ბებია ჩემის რაღაც პატარა სიტყვები გავიხსენე ის რომ ბებია რო ხო თუ ხდება სახში მოსვლა შეიძლება რო ხდებიო. ეხლა ბაბუა ჩემისაც გეტყვით. ბაბუა ჩემი მითხრა ესეთი რაღაც რა, ბაბუაო, შენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. სხვა იგი არა, ხანდახან ჩვენ არ ვაკეთებ ჩვენს გასაკეთებელს. მეტე შემთხვევაში. ხო. ხო და ვაკეთოთ რა. აგე რაფერც კორნელი მაგე რაღაც თავისი ის გააკეთა საქმე. ხო, შეიძლება ვარსკვლავებს ვერ წყვეთ, მაგრამ ვარსკვლავს არ დილო. შენსაც ეთამაშები რა, ანუ თუ ვარსკვლავი ნახე რამდენხელი ვარსკვლავს მოწყვეტა, რამდენად შოური პერსპექტივა არის, ხო, ჯერ ჩვენ სამვართ და ვარსკვლავი სად არის? რან რომ მოწყვეტო იმ ხელ ვარსკვლავს საუნდა წაიღო. სუდაგორული ვარიანტია. ეს არა. გასოს ბავშვობაში თვით გადაფრეთრინავს, როგორ ჩემეზოს შემოვარდეს და მოწყვეტა სამი. ხო, რომ სამი. დაწერეთ კომენტარებში სად მიგაქვთ ამ ხელა ვარსკვლავი. აი, სად უნდა წაიღო? ამ ხელა ვარსკვლავი. თორე, რავი, რომელიც გაიხნეს უკან ჩავკრა. კი. ეგარ მოვახსენე ასაკი ჩემთვის ხოლმე ციფრებია მეთქი, ანუ სიბერეში რო წავალ მეთქი, მაგას ვიძახი მე რომ მინდა მე ესეთი ფერმა არ მინდა, მაგრამ აი მაქვს იქეთ სოფელი სადაც რასაც ქვია სუფსა და იმ სუფსაში მინდა რომ მეც არ მოგითხოს, ეგეთ გამართვა მიწა მიხმოს კი. და მიწა მომიხმოს, მეც მინდა რომ ცოტა ამ კორნელისგანაც ვისწავლი რაღაცებს. ისი რა ჯობია, მაგრამ რაღაც გავცვალოთ ცოდნები. რა თქმა უნდა, რაღაც გეგმები და იდეები. მე ჩემს მხრივ პირობას ვაძლევ, რომ სადღაც გავყვები ერთ დღეს პივისლის ამაგისად, რომ წამო, ერთ დღეს არ ორი, ერთ დღე არ გეკეთო მაგაში. ხო, ერთ ხელ გაყვე და მე შეიძლება წამოვიფანოს მაგარი დავთო. კი, და მე ციურის და ბაწესაც წამოვიყვანო ხოლმე და ციურ და ბაწე. კი. ხო და ერთი სიტყვით მე ვდებ ჩემს მხრივ პირობას იმისა, რომ ახოს გავყვები ან თოვლიან ბახმაროში, ან სადმე. მეორე მხრივ ჩვენ ვეცდებით იმას, რომ მე ყოველ შემთხვევაში ყველანაირად გვერდში დაგიდგები იმ კუთხით, რომ ლანჩხუთს რაღაცა მაგ ხუთხით პრესტიჟი შევძინოთ, თუნდაც ბილიკებით, თუნდაც მარშრუტებით. კი, სხვათა შორის, აი ორაგვის მონასტრიდან ჯუმაჩიგე მონასტერში გადასასვლელი გზებია, უამრავი რაღაც არის შეგვიძლია გამოვიდეთ. აი კორონა რო ახსენე 20-20 პერიოდი, მაგ პერიოდში ან ჩაიკეტა, ხო, სამყარო კი არა, სამყაროც ჩაიკეტა და საქართველოს ჩაიკეტა კი, დავდიოთ რაღაცეების და მაშინ მაგიდან დაიწყო ჩემი ველოსიპედის ისტორია. ბავშვობაში ყავდა ველოსიპედი და მე ან ველოსიპედი იყო დაშვებული და რაც დაშვებული იყო, იმას ვაკეთებ. დავდიოდი აქეთ, აი ლანჩხუთიდან ხო, ანუ შემოგარენეში, ლანჩხუთში, იქით და მაგიდან წამოვიდა რა და ფეხიდაც ბევრს დავდიოდი რა. საკმაოდ
კაი ბილიკები არის რა. აი შეიძლება სანახაობრივად არაფერი იყოს, და რაღაცა ტურისტი ვერ ნახო, ვერ გაოცო, ვერ ნახო რაღაცა მთა ვერ ნახო, მაგრამ იმდენად დიდი კოლხეთის პარკს რო უყურებ, აი იქეთ კავკასიონს ხედავ, იქეთ იმას ხედავ. მთელი დაბლობი კოლხეთის ცენტრალში. კი, ანუ ძალიან ისეთი არის რა. იქეთ აი სამებას მთა რაც ვახსენეთ, იქედან ძალიან ბევრი იმის ნახვა შესაძლებელი არის რა. ბევრი მარშრუტის გამონახვა შესაძლებელია. ამიტომ თუ იქნებით სურველები, ჩვენ შეგვიძლია დაგათვალიერებინოთ მთელი გური. კი. და როგორც ვახოსბები აიტყო და ხოლმე სახში მოსვლაზე და პოდკასტის დამთავრებასაც რაღაცნაირად მივხვდეთ უნდა ჩვენითაც და ამ მზის ფონზე, ამ სითბოს ფონზე და ამ ხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობებით. მე ბატონ ვახოს პირობას ჩამოვართ, მე როგორც საინტერესო სტუმარს იმისა რომ კიდევ მოვა და თქვენს მიერ კომენტარებში დაწერილ კითხვებზე პასუხს გასცემს და არა მხოლოდ კითხვებზე, არამედ ახალი რაღაცაებსაც მოგვიტანს და მოგვიყვება. კი. ანუ დროსთან ერთად მეც ერთ ადგილზე არ ვშევდები და ბევრ დავდივარ, ბევრი მოქნება დაგროვილი მოსაყოლი, ეხაც ძალიან ბევრი მოსაყოლი უბრალოდ აი ვერ უყრი და ვერ უყრი რა, ანუ არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის ყველაფერი რაც მე შეიძლება მოგიყვეთ, თუ იქ რატო ავედი და რისთვის ავედი და ასე შემდეგ რა. ხო, აი ეგეთ კონკრეტული კითხვები თუ გექნებათ, დასვით და პასუხისაც მიიღებთ. მე ვეცდები კიდე რომ ერთი პატარა კედელი აუშენო ამ კაიკაცს სადმე წყალში სადღლუმპებელი. ეგ მეორე სიტყვა ჩავინიშნოთ, რომელიც დღეს მოიფიქრეთ სადღლუმპებელი. ხო და არ დაგავწყეთ არხის გამოწერა იმისთვის რომ გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, იპოვოთ ისეთი ხალხი, ვინც ყოველდღიურად ცდილობს რაღაც ჩაჩუების დამტვრევას და კომფორტის ზონიდან გასვლას და ამავდროულად დამეხმაროთ მეც იმისთვის რომ უფრო ხელმისაწვდომი, აი თუნდაც იმისთვის რომ ეს ამ ჭიქაში ის ხას თქვენი ღვინო და არა ის რასაც ჩუჩი ჩვეულებრივ მაღაზიაში ვიყიდით. ერთი სიტყვით გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ, დაგვიწერეთ კომენტარი, თქვენი აზრი დაგვიწერეთ, რას ფიქრობთ, როგორი იყო და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა ვახოს და მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მზად ვარ ვემსახურო ჩემს ზმას და მის მეგობრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველას კარგ დღეს გისურვებთ. როგორც დავიწყეთ დასაწყისში, ისე დავასრულოთ. გაგვიმარჯოს და გაგიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ყველას ერთად და ერთობით გაგვიმარჯოს. არა.